დღევანდელი ჩვენი თემა არის ნათლობა, მისი ისტორია და თეოლოგია, რა თქმა უნდა, ნათლობა კარგია, რომ უნდა მივიღოთ, რა თქმა უნდა, ამ ორივე კონტექსტში და შევეცდები მოკლედ გადმოგცეთ. რაც შეეხება თავად ნათლობას, ვინაიდან ჩვენ ვიმყოფებით პერიოდში ნათლობისა და შობის შუალედში, მე ორ სიტყვას ვიტყვი იმის შესახებ, რომ ნათლობა და შობა თავის დროზე აღინიშნებოდა ერთ დღეს და ეს იყო 6 იანვარი. 6 იანვარი, რომელიც დღეს ჩვენს კალენდარში ესაბამება 19 იანვარს. 6 იანვარს აღინიშნებოდა ორივე დღესასწაული, მაგრამ შემდგომ საუკუნეთა განმავლობაში ეს ორი დღესასწაული გაიყო და თავად შობის დღესასწაული გადმოვიდა უკვე უშუალოდ 25 დეკემბერს. ამას ჰქონდა თავისი პრაქტიკული დანიშნულება და არ მომხდარა შემთხვევით. ამ ორი დღესასწაულის გაყოფას ხვდებით მეოთხე საუკუნის უკვე მეორე ნახევრიდან და მანამდე წყაროები გვიჩვენებენ, რომ ეს ორი დღესასწაული იყო ერთ დღეს. ძალიან მოკლედ გეტყვით იმას, რომ მიზეზი ეს იყო იმ ესე ვთქვათ საკითხთან ბრძოლა, რომელიც დაიწყო მზის ღვთაების დღესასწაულთან დაკავშირებით და ამიტომაც საჭირო გახდა იმისა, რომ ეკლესიას პრაქტიკული თვალსაზრისით გადმოეტანა დღესასწაული აი ამ დღეს და განიღო. და თუ ჩვენ დღესაც ჩავხედავთ ნათლობის მსახურების ტექსტებს, ძალიან მკაფიოდ დავინახავთ, რომ არსებობს დღემდე ის ნაწილები, რომლებშიც იგრძნობა შობის საკითხავებით და შობის შინაარსით, ასევე ნათლობისაც. ხოლო რაც შეეხება თავად ერთ-ერთი წყარო, რომელიც შეიძლება ვთქვათ, ეს არის წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი თავის ერთ-ერთ ქადაგებაში სათაურად ამბობს ჰომილია ნათლობისათვის, მძიმე, ანუ შობისათვის, სადაც ჩანს ძალიან კარგად, რომ აი ამ ორ დღესასწაულს ერთმანეთში როგორ აჯერებს. ეს რაც შეეხება თავად დღესასწაულის აღნიშვნას. განსახილველ თემებს აღარ შევეხებ, ვინაიდან მოდერატორმა გაგაცნოთ დღეს, რასაც გავეცნობით, ამიტომაც გადავიდოთ უშუალოდ საკითხებზე. აა რა არის ეკლესიის საიდუმლოები? შეიძლება ჩვენთვის ეს ძალიან ნაცნობი არის, ვიცით, რომ ეკლესიის სწავლებით არსებობს 7 საიდუმლო და ეს საიდუმლოები, როგორც არის ნათლობა, მიროწება, აღსარება, ზიარება და ასე შემდგომ, არის ესე ვთქვათ, ეს წმინდა რიცხვი 7, მაგრამ უშუალოდ სანამ გადავიდოდეთ რიცხვთან დაკავშირებით, თავად თვითონ სიტყვის მნიშვნელობა გავიგოთ და დავესესხები ძველ ბერძნულ ფილოსოფიას, რომელიც ამბობს, რომ დასაბამი სიბრძნის და არის სახელთა გამოძიება. ანუ თუ გვინდა გავიგოთ, თუ გვინდა რომ შევიმეცნოთ რაღაცა, ჯერ უნდა გავიგოთ რა თქმა უნდა ამ სიტყვის მნიშვნელობა და ეტიმოლოგია, რომ უკეთ გავიგოთ მისი შინაარსი რა დევს და საიდან დაიწყო ეს ამ სიტყვის მნიშვნელობა. თავად საიდუმლო მოდის სიტყვა ბერძნულად არის მისტერიო, რომელიც არის ძირი აქვს ზმნიდან მიეო და ასევე იწარმოება სახელები მიისის და მიდის. სიტყვა ზმნა მიეო არის ძველ ქართულ მწერლობაში ხვდებით როგორც საიდუმლოობას, ასე ითარგმნება ძველ ქართულ ტექსტებში და ნიშნავდა ძველ საბერძნეთში, სადაც იქაც არსებობდა ღვთაებებისადმი მსახურებები, იყო საიდუმლოში განდობა. ანუ ის, ვინც იღებდა მონაწილეობას ამ მისტერიებში და დღესაც ვიყენებთ ამ სიტყვას საიდუმლოს განდობა, როცა განადობ ერთი ადამიანი მეორეს რაღაც საიდუმლოს. ქრისტიანული თვალსაზრისით კი ეს იყო აი ამ საიდუმლოებებში, ანუ ამ მისტერიებში გზაზე დადგომა, ანუ უფრო ღრმად განსწავლა. თავად პიროვნებას, ვინც უკვე მონაწილეობდა ამ საიდუმლოებებში, ეწოდებოდა მისტის, მიუმენოს, არის ძალიან ბევრი ვერსია ამისი, მაგრამ ერთი და იგივე მნიშვნელობა აქვს. იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ ეს სიტყვა, გვაქვს ქართულად ეს სიტყვები ძალიან კარგად ითარგმნება და ჩვენმა მთარგმნელებმა მამებმა ძალიან კარგად გადმოიღეს. ეს არის მესაიდუმლოე ქმნილი, საიდუმლოთა მიმღებელ ქმნული, საიდუმლოთა ზიარყოფა, განდობილი, მისტი, რომელიც არის კალკირებული თარგმანი და საიდუმლო ცოდნის მფლობელი და საიდუმლოს მზიარებელი. მე ვფიქრობ, ეს ძალიან კარგად დაგვანახებს, ეს არის უკვე უშუალოდ ადამიანი, ვინც იღებს მონაწილეობას. ძალიან მოკლედ რო შევაჯამოთ, ყოველი ეს სიტყვა, რომელიც აქ ჩამოვთვალეთ, ეკუთვნის ადამიანს, რომელიც უკვე არის მონაცვლული. არც ერთ შემთხვევაში არ ეწოდება მესაიდუმლოე და საიდუმლო ცოდნის მფლობელს ის, ვინც არ იყო მონაცვლული. ანუ ყველაფერი ხდება ნათლობის შემდგომ და რა თქმა უნდა მას ახლავს
წინარე მომზადება. ხოლო თავად ერთ-ერთი სიტყვა, რომელიც არის მიისის, საიდუმლოება, ანუ საიდუმლო, იყო ნათლობის სინონიმი. თუ ჩვენ ჩავიხედავთ ზოგჯერ მამათა ტექსტებში, სადაც ისინი საუბრობენ, თუ ახსენებენ სიტყვა საიდუმლოს, სიტყვა მიისის, ის იყო ნათლობის სინონიმი პირდაპირ და არ გამოხატავდა დაუშვათ სხვა საიდუმლოს. ხოლო ის, ვინც ამას ასწავლიდა, მას ეწოდებოდა საიდუმლოდ მთხრობელი, ანუ მისტაგოგოს. აქედან მოდის ესე სიტყვა მისტაგოგია. მისტაგოგია შემდგომ შეიძინა ამ სიტყვამ მნიშვნელობა და ეწოდება თავად საღვთო ლიტურგიას. და ამიტომაც ის, ვინც ამას ასწავლიდა, ვინც იყო ამის უფლება, ვისაც ჰქონდა, იმას ერქვა აი ეს საიდუმლოდ მთხრობელი. ეს რაც შეეხება ეტიმოლოგიური განხილვა, რომ გაგვიგო რას ნიშნავს ეს სიტყვა. შემდგომ შეგვიძლია დავსვათ ესეთი შეკითხვა, რამდენი საიდუმლოა ეკლესიაში? ეს თემა არ არის, იმიტომ არ გამიხილავ ამ თემას, იმიტომ რაღაცა დაბრკოლება და რაღაცა სიახლე შემოვიდოდეთ. ეკლესიის სწავლება არის, რომ გვაქვს 7 საიდუმლო და ასე რომ ვთქვათ, ასე განვიხილოთ. თუმცა აქვს ამას თავისი ისტორია, რომელიც შევეცადი რომ მე დამენახებინე იმ თვალსაზრისით, რომ უფრო მეტი შესაძლებლობა მოგცეს ჩავუღრმავდეთ თავად თეოლოგიას, ამ საიდუმლოთა თეოლოგიას. თავად სიტყვა საიდუმლო კურთხევანები ნაკლებად კატეგორიულები არიან ამ თემაში და ისინი აი ამ ნათლობის, ქორწინების და სხვა რომელიღაცა განგებას მსახურების არ მოიხსენიებენ როგორც საიდუმლოს, არამედ მოიხსენიებენ როგორც წესნი ან როგორც განგება. მათ არ ეწოდებათ საიდუმლო, არ ეწოდებიან ნათლობის საიდუმლო და ასე შემდგომ. სიტყვა საიდუმლო კურთხევანებში მიემართება მხოლოდ ერთადერთ საიდუმლოს. ეს არის საიდუმლო ქრისტეს სისხლსა და ხორცს, ანუ უხსნელ საიდუმლოთან. თუ ჩვენ კარგად გავიხსენებთ ზიარების წინ ლოცვებსაც, იქაც დავინახავთ, რომ საიდუმლო მიემართება მხოლოდ და მხოლოდ ამ სიტყვას. ეს რაც შეეხება ამას. წმინდა მამა, მართლმადიდებელი წმინდა მამა, რომელიც ამას 7 საიდუმლოს, ესე ვთქვათ, გადმოგცემს, შეიძლება ითქვას პირველად. ეს არის წმინდა სვიმეონ თესალონიკელი, რომელიც მოღვაწეობს მე-15 საუკუნეში და გადმოგცემს 7 საიდუმლოს, თუნდაც ქონდა განიხილავს მართლმადიდებელ ჭრილში, მაგრამ რატომ მაინც წმინდა სვიმეონ თესალონიკელი და რატო არ განვიხილე უფრო ადრე, ახლა დავინახავ. მაგრამ მანამდე ვიტყოთ, რომ ყველა საიდუმლოს აქვს ორგანული კავშირი ერთ რამესთან, ევქარისტიასთან. მის გარეშე ნებისმიერი სხვა საიდუმლოს განხილვა ეს არის უბრალოდ არ შეიძლება, რადგანაც ევქარისტიის გარეშე საიდუმლოების განხილვა ეს წარმოუდგენელია. შეიძლება ითქვას უბრალოდ დროის ხარჯვაა და აზრს მოკლებული. თავად საიდუმლო ამ სათავეს საიდუმლოთა აღრიცხვის და დაწესების რო არის 7 კონკრეტულად. ეს არის ლიონის კრება, რომელიც ჩატარდა 1264 წელს და იქ დადგინა პირველად, რომ არის 7 საიდუმლო და არა განისაზღვრა რიცხვი 7. ასევე შემდგომ ვხვდებით ტრიდენტის კათოლიკურ კრებაზე, რომელიც მე-16 საუკუნეში ტარდება და იქაც განისაზღვრება რიცხვი 7 და შემდგომ რა თქმა უნდა გადმოდის ეს ჩვენთან შემოდის ეს რიცხვიც და მკვიდრდება როგორც ასე ვთქვათ შეუცვლელი რიცხვი იმისა, რომ არის კონკრეტულად 7. თუმცა ვხვდებით იმას, რომ წმინდა მამათა მიერ ტექსტებში ვხვდებით ასეთ რაღაცას, რომ არსად კონკრეტულად 7 ისინი არ განსაზღვრავენ. ამიტომაც დავიწყე წმინდა სვიმეონ თესალონიკელით, ვინაიდან ლიონის კრება უსწრებდა ცოტა ხნით ადრე ამ გამოთქმას. მაგრამ ასევე რომელიც ძალიან ახლოს არის თავად წმინდა ნიკოლოზ კავასილა, წმინდა სვიმეონ თესალონიკელთან, ის არ განსაზღვრავს რიცხვ 7. და რას ვხვდებით, წმინდა მამები აი ამ საიდუმლოებს სხვადასხვა რიცხვს ამბობენ. ოღონდ ესე განსაზღვრეთადაც არ ამბობენ, რომ აი ამდენია ან აი ასეთი რიცხვია. არა, არის მაგალითად წმინდა დამასკელი ამბობს, რომ ორი საიდუმლო არის. ეს არის ნათლობა და ეს არის ევქარისტია. ამას ვემბობს წმინდა იუსტინე მოწამე. ასევე წმინდა დიონისი არეოპაგელი თავის არეოპაგეტულ კორპუსში ამბობს, რომ არის 6 საიდუმლო და ამ 6-ში არ შეყავს არც ჯვრისწერის საიდუმლო, არც ზეთისხების საიდუმლო და იქ მაგალითად შეყავს რომ არის
წესის აგება და აღკვეცა, მონაზონის აღკვეცა. ამას ეს შეყავს საიდუმლოებებში. ხედავთ, ზოგი ამბობს 4, ზოგი ამბობს 3, შემდგომ არის ისეთი მამა, რომელიც ამბობს, რომ 10 საიდუმლოა და ასე შემდგომ. ანუ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს თვითონ კონკრეტულად 7 და განსაზღვრა და ერთ რაღაც რიცხვებში შემოსაზღვრა რაღაცაში ჩვენ შეგვიშლის ხელს და რომ არ შეგვიშალოს ხელი, ამიტომაც მას უნდა მივცეთ უფრო მეტი განმარტება და გავიგოთ თუ რა არის საიდუმლო. და დავესწრებით წმინდა ნიკოლოზ კავასილას, რომელიც არის ერთ-ერთი შთამბეჭდავი და გამორჩეული წმინდა მამა, რომელიც განმარტავს წმინდა საიდუმლოებებს და ზოგადად აი ამ მისტერიულ ცხოვრებას ადამიანისა და ამბობს, რომ ეკლესია ცხადდება საიდუმლოებებში. ეს არის მისი ერთ-ერთი ცნობილი გამოთქმა, რომელიც ხშირად გამოიყენება ამ საკითხებში და რატო? ეკლესია ცხადდება, ეკლესია ვლინდება და ეკლესია ჩნდება საიდუმლოებებში და ჩვენ აი ამ საიდუმლოებებით ვართ წევრნი ეკლესიისა და ეკლესია არ განიხილება ცალკე საიდუმლოებებს იქეთ და არც საიდუმლოებები ეკლესიის გარეთ. ეს ორი არის ერთმანეთთან გადაჯაჭვული. რაც შეეხება მე ვინაიდან დღევანდელი ჩვენი სესია არის ნათლობა, განვიხილავ მხოლოდ ნათლობას. თუმცა დღევანდელ სესიაზე აი ეს შემდგომი ორი საიდუმლო იქნება გადაჯაჭვული ერთმანეთთან. ეს არის მირონცხება და ეს არის ევქარისტია. უძველესი დროიდან მოციქულთა პერიოდიდანვე ეს სამი საიდუმლო იყო ერთმანეთთან კავშირში. არ განიხილება ერთი მეორეს გარეშე. სამივე აღესრულებოდა ერთ მომენტში, სამივე აღესრულებოდა გადაჯაჭვულად და აქვთ ეს უშუალო კავშირი. და რა ხდება ამ დროს? ნათლობა არის ის, რომელიც ადამიანს შობს ქრისტეს ცხოვრებაში, ქრისტეში. მირონცხება ეს არის, რომლითაც ეძლევა ადამიანს სულიწმიდის ნიჭები, რომ განძლიერდეს და სრულყოს თავისი ცხოვრება ქრისტეში და ევქარისტია ის, რომელიც კვებავს, როგორც საკვები და როგორც სასმელი ადამიანს მთელი ამ მისი ქრისტესმიერი ცხოვრების განმავლობაში. ანუ ამ სამი საიდუმლოს ურთიერთკავშირი ყოველთვის არის ძალიან ყოველთვის იყო ერთად. დღეს ჩვენთან დღევანდელ დღეს რა ხდება? ნათლობა და მირონცხება აღესრულება ერთ დღეს და ევქარისტია თითქოს საერთოდ არ არსებობს. ევქარისტია ეს არის რაღაცა, როცა ადამიანი გაიზრდება და მას მოუნდება ერთ დღეს ზიარება და აი ესა რაღაცა თითქოს მისი სურვილი. არადა ეს იყო ორგანული კავშირი ჰქონდა აი ამ სამ საიდუმლოს ერთად. თავად საიდუმლო რა არის? უფრო თეოლოგიური თვალსაზრისით რო განვსაზღვროთ. საიდუმლო ეს არის საიდუმლოებში არის ღვთის უქმელი მადლი, რომელსაც ადამიანი იღებს ეკლესიაში, აუცილებლად ეკლესიაში და აი ამ საიდუმლოებით ხდება ადამიანის ღმერთთან ურთიერთობა. ანუ მისტერიული ცხოვრება, რომელიც აქვს ეკლესიას, არის ცენტრალური ღერძი მორწმუნე ადამიანებისა, რომლის გარშემოც იკრიბება ყოველივე და განსაკუთრებით ეს არის ევქარისტია, რომლის გარშემოც ადამიანი იკრიბება. ამიტომაც შეგვიძლია ძალიან მოკლედ ვთქვათ, რომ ეკლესიის ბუნება უპირველესად ეს არის ევქარისტიული. ამის გარეშე სხვა ჩვენ ვერაფერს ვერ განვიხილავთ. ყოველივე ამის ფონზე რომ განვიხილოთ რაც ვთქვით, რა არის საიდუმლო და რის საიდუმლოს მეშვეობით რომ ადამიანი ხდება და ადამიანი არის ქრისტეს მიერ გზაზე და ქრისტეში ცხოვრობს, გვაქვს ასეთი შეგვიძლია ვთქვათ, რომ რატომ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკლესიის საიდუმლო არის დაუშვათ აიაზმა, რომლის დროსაც იკურთხება წყალი. რატომ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკლესიის საიდუმლო არის წესის აგება, რომ ესეც დიდი საიდუმლოა. ამიტომაც ყოველივე ის საიდუმლო, რომელიც აღესრულება, ეს არის ყველაფერი ნაწილი იმ დიდი საიდუმლოსი, რომელიც არის ქრისტეს საიდუმლო, რომელიც არის საღვთო ეკონომიის საიდუმლო და ეს გრძელდება მთელი აი ამ ეკლესიის ისტორიის მანძილზე. და ქრისტე, როგორც დავესესხები წმინდა იოანე ოქროპერს, რომელიც ამბობს, რომ ქრისტემ ეკლესიას მისცა თავისი სხეული საღვთო ევქარისტიის მიერ და ამითი ჩვენ ვხვდებით წევრნი ეკლესიისა და ვართ აი ამ ეკლესიის წევრნი.
ეს ძალიან მოკლედ თუ შემდგომ დროდან რჩება, უფრო განვავრცობთ, მაგრამ გადავიდეთ უშუალოდ ახლა ნათლობაზე, რომელიც იქნება რომელიც არის საჭირო ჩვენი შემდგომი თემების განსახილველად. ნათლობის წინასახეებს, რომლებსაც ჩვენ ხვდებით ძველ აღთქმაში, ძალიან ბევრია, თუმცა ჩვენ განვიხილავთ ძალიან მოკლედ ამ საკითხებს. მე მინდა თქვენი ყურადღება გამომახვილო პირველივე ძველი აღთქმის პირველივე ციკლზე შექმნათას პირველი თავის მეორე მუხლზე, როდესაც არის სამყაროს შექმნა და არის ესე და მიწა იყო უსახუ და უდაბური ბნელი იყო უფსკულზე და სული ღვთისა იძროდა წყლებს ზემოთ. რა ხდება? და შემდგომ მათ ემახარებელთან, როდესაც არის ქრისტეს ნათლობის მომენტი, აი, აჰა, გაიხსნება სანი და იხილა სული ღვთისა დაბლა რომ ეშვებოდა, მტრედები და გადმოდიოდა მასზე. გვაქვს ორი ელემენტი, რომელიც ჩნდება როგორც ძველ აღთქმაში, ასევე ახალ აღთქმაში. რა არის? ეს არის წყალი და ეს არის სულიწმინდა. პირველი შექმნისას გვაქვს წყალი, რომელზეც იძლეოდა სული ღვთისა, ანუ სულიწმინდა და გვაქვს პირველი შექმნა, ანუ სიცოცხლის არსებობას, რომელსაც აძლევს სულიწმინდა, არის და იქნება პირველი შესაქმნა, ანუ გვაქვს პირველი შექმნა და მეორე შემთხვევაში ეს არის, როდესაც ხდება ახალი შექმნა, ახალი დაბადება, რომელშიც ადამიანი შემდგომ იბადება და განახლდება. გვაქვს ანუ ეს ორი შექმნა, რომელიც არის წინასახე, ერთ-ერთი წინასახე ძველ აღთქმაში. რაც შეეხება სხვა სახეებს, ეს არის წარქმნა ნოეს პერიოდში, რომელიც როგორც ვიცით, ასევე არის ცნობილი და თავად პეტრე მოციქულის პირველ ეპისტოლეში გვაქვს, სადაც არის ნახსენები, ეს იყო ხატება ნათლისღების, რომელზეც ამბობს ნოეს წარღვნაზე და მეწამული ზღვის გადალახვა, რომელიც გამოსვლათა წიგნში გვაქვს, მეწამული ზღვის გადალახვა და ასევე კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში გვაქვს ისა, რომ ყველა მოსეს მიერ იყო ნათელი ღრუბელსა და ზღვაში. რა ხდება? რა კავშირი შეიძლება იყოს ნათლისღებასთან? ეს არის რომ ნოეს პერიოდის წარღვნაში ეს არის წყალში სიკვდილი, ცოდვილი სამყაროს სიკვდილი და შემდგომ ახალი სამყაროს დაბადება. ასევე მეწამული ზღვის გადალახვისას რა ხდება? გამოსვლა ეგვიპტიდან, ფარაონის ტყვეობიდან, ფარაონის მონობის ტყვეობიდან და გათავისუფლება და რა ხდება ნათლისღების დროს? ეს არის ცოდვის მონობის ტყვეობიდან გათავისუფლება და თავისუფლება ქრისტეში. აი ეს არის ის მოკლედ წინასახეები, რაცაც ვხვდებით ჩვენ ნათლისღების დროს და ერთ-ერთი ასევე კიდევ რომელსაც წმინდა დამასკელი მახსენდება რომ თავის მართლმადიდებლობის ზედმიწევით გარდამოცემაში ამბობს ეს არის რომ ასე წინადაცვეთა იყო წინასახე ნათლისღებისა. გადმოდივართ უფრო ახალი აღთქმისკენ და ვხედავთ რას იორდანე როგორც ძველი და ახალი აღთქმის დამაკავშირებელი იოანე ნათლისმცემელი როგორც იცით ქადაგებდა სინანულის ნათლობას, რა თქმა უნდა ძველ აღთქმაშიც იყო მანამდეც ასე ვთქვათ ნათლობის მსგავსი წყლით განწმენდა, მაგრამ ეს იყო მხოლოდ იმ სხეულის განწმენდა და იოანე ნათლისმცემელი ქადაგებს სინანულის ნათლობას, რომელიც წინ იწყოდა იმ სრულყოფილ ნათლობას, რომელიც მოდიოდა და მოჰქონდა ქრისტეს. ამასთან დაკავშირებით წმინდა ბასილი დიდი ამბობს ასეთ სიტყვებს იოანე მიქადაგა სინანულის ნათლობა და მასთან მოვიდა მთელი იუდეა უფალი ქადაგებს ძეობის ანუ შვილად წოდების ნათლობას რომ პირველი ნათლობა ესაა შესავალი ეს კი არის განსრულებადი ანუ სრულმყოფელი რომელიც განასრულებს და სრულყოფს ის იყო განშორება ცოდოთაგან ეს კი დაახლოება ღმერთთან და უკვე შევდივართ ახალ აღთქმაში უშუალოდ ახალ აღთქმაში და რას ხედავთ ახალ აღთქმაში თავად უკვე ეს არა წინასახე, არამედ ნათლობის სახეები, რადგან თავად ნათლობები აღესრულება, უფლის ნათლობა, რომელსაც მოგვითხრობს სამი მახარებელი ამის შესახებ, ნათლობისკენ მოწოდება, რომელიც მათ ემახარებელთან გვაქვს, რომელიც არის ეს ნაწილი მათეს 22 თავის, რომელიც იკითხება ასევე ნათლობის განგებაში. ამას რა თქმა უნდა განვიხილავთ ცოტა შემდგომ. ნათლობისკენ მოწოდება, როდესაც უფალი მოუწოდებს, რომ მოწაფეებს, რომ ნათელისცენ წმინდა სამების სახელით. ასევე ერთ-ერთი ძალიან კარგი წიგნი ახალი აღთქმიდან ეს არის საქმე მოციქულთა, სადაც გვაქვს ძალიან ბევრი ამის ხსენება. სოფლმოწმობის დროს 3000 ადამიანის ნათლობა, დედოფალ კანდიდეს ეთიოპიელი საჭურვისი, ამას ოდნავ ახლა განვიხილავთ ძალიან, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო დეტალი არის აქ. ასევე თეატრიელი ლიდია სტეფანეს სახელი და ასე შემდგომ. მე ახლა არ განვიხილავ ვცლად დედოფალ კანდიდეს ეთიოპიელი საჭურვისის მომენტს, მხოლოდ ერთი რამეა საინტერესო აქ, რომელიც მთელი ნათლობის აი ამ ჩამოყალიბებაზე ასევე მოქმედებს და არის ამის
წინასახეები აი ამ მონაკვეთში. მოკლედ რო გითხრას, იგი საჭურისი ხდება ფილიპეს და ის კითხულობს რაღაც ესაია წინასწარმეტყველს და სთხოვს განმარტებას. ფილიპემ გახსნა ბაგენი და ამ წერილიდან მოყოლებული ახარებდა მას იესოს და შემდგომ ეუბნება საჭურისი, რომ ახალწყალი რამიშლის წყალს რომ მოვინათლო, ფილიპემ უთხრა, თუ მთელი გულით წამს შეიძლება, წამს რომ იესო ქრისტე ღვთის ძეა და რა თქმა უნდა მოინათლება იქ. აქ გვაქვს რამდენიმე დეტალი. პირველი ის, რომ აუცილებელი მყისიერი კატეხიზაცია ადამიანისა. უკვე 60 ეპოქაში გვაქვს მყისიერი კატეხიზაცია იმისა, რომ ადამიანმა გაიგოს. ახარებდა, რას ახარებდა? სახარებას ახარებდა. სახარება რა არის? რა თქმა უნდა ესე, რომ ძე ღვთისა მოვიდა ამ ქვეყნად, დადგა უკვე ჟამი იმისა, რომ 1000 ადამიანს შეუძლია რომ მიიღოს ამაში მონაწილეობა. მეორე ეს არის ახალწყალი რა მიშლის ხელს რომ მოვინათლო. ესე იგი ხედავთ რომ რაღაცა წინაპირობა იყო, ეს რაღაცა მცირე განგებასავით იყო ნათლობის რაღაცა მომხდარიყო და თუ გწამს, თუ მთელი გულით გწამს, შეიძლება ეს აღიარებს, რომ სწამს იესო ქრისტე, რომ ღვთის ძეა. ანუ რა ხდება? სარწმუნოების სიმბოლო ერთგვარი, რომელიც აღიარებს, რომ ის არის ის აღიარებს, ანუ არ ხდება რაღაცა აბსტრაქტულად, არ ხდება რაღაცა აი რაღაცა გრძნობების და რაღაცა ჩვეულების გამო. არა, არამედ რწმენის გამო, სწორი რწმენის გამო, რომ ეს ნამდვილად სწამს, რომ იესო ქრისტე არის ღვთის ძე. ამიტომ ესეც არის წინასახე იმისა, რომ არსებობდა თავიდანვე რაღაცა რწმენის აღიარება, სანამ ადამიანი მოინათლებოდა. არსებობს ძალიან ბევრი კიდევ უფრო რო არ გაგრძელდეს საკითხები, ამიტომაც მოკლედ შევაჯამებ როგორი იყო ნათლობის სქემა 60 ეპოქაში. გვაქვს ესე იგი მყისიერი დამოძღვრა კანდიდატის კატეგორიზაცია, მყისიერი გულისხმობ იმას, რომ არ არის ის ძალიან გრძელი რამდენიმე წლიანი მომზადება, არამედ ძალიან მყისიერი, ღვთის სიტყვის შეწყნარება და იესო ქრისტესადმი რწმენის აღიარება. ეს აუცილებელი შთაფლით ნათლობა და არა ის სახე, რომელიც დღეს არის, ანუ თავიდანვე არის შთაფლით ნათლობა, რადგანაც ამასაც აქვს თავისი აბსოლუტურად თეოლოგიური ახსნა, როგორც დაფლა და აღდგომა ადამიანისა. ასევე ტრიადოლოგიური სახე მოწვევისა, ანუ სამების სახელით მონათვლა ადამიანის ხელთა დადება, რომელიც იყო წინა სახე მირონ ცხებისა და ახალნათელგებულის საღვთო ევქარისტიაში მონაწილეობა. ანუ აქაც თუ შევამჩნევთ, როგორც წინაზე ვისაუბრეთ, გვაქვს სამივე საიდუმლო ნათლობა, ხელთა დადება, რომელიც არის მირონ ცხება და ახალნათელგებულის საღვთო ევქარისტიაში მონაწილეობა. იმ წუთასვე იქვე იწყებოდა ხდებოდა იკრებულის წევრი, ეკლესიის წევრი და იღებდა მონაწილეობას იმ შეკრებებზე, ეგრეთ წოდებულ იმ სინაქსიზე, რომელიც ტარდებოდა 60 ეპოქაში და აქ ჩვენ ვხედავთ პავლე მოციქულის ნათლობის ეპიზოდებს, რომლებიც გვაქვს ჩვენს იკონოგრაფიაში. გადავდივართ უკვე ნათლობის განგებაზე, როგორც უკვე იწყებს ნელ-ნელა ჩამოყალიბებას და სისტემატიზაციას. ეს არის მეორე საუკუნიდან მეოთხე საუკუნის დასაწყისამდე განვიხილავთ ამ ეპოქას. ამასთან დაკავშირებით წყაროები გვაქვს, როგორც 12 მოციქულის დიდაქე, იუსტინე მოწამის, ტერტულიანესი და იპოლიტე რომაელის, აი ამათ დავესწრებით დღეს მათი ნაშრომებიდან, რომელიც გვაძლევს ძალიან ბევრ წყაროს ნათლობის იმდროინდელი განგების შესახებ. პირველი ხსენება ამ ეპოქაში გვაქვს პირველი ხსენება სატანისგან განდგომის და შეფუცებები. უფრო რა თქმა უნდა ამ ყველაფერს, რასაც დღეს ახლა ვამბობთ, ეს ყველაფერი თანდათანობით გაიშლება და უკეთ გავიგებთ, რას გულისხმობ. პირველი ხსენება სატანისგან განდგომის, ანუ როგორც ნათლობაში არის სატანისგან განდგომის აუცილებელი პირობა, რომ ადამიანი განეშორება ეშმაკს და შეუდგება ქრისტეს. თუმცა ακόμα მხოლოდ სატანისგან განდგომის შედგომა ქრისტეზე ცოტა მოგვიანებით. შეფუცებები, რომლის დროსაც ადამიანს ეკითხება ლოცვები ეშმაკისგან განდევნის, ვინაიდან უნდა გავითვალისწინოთ ერთი ფაქტი, რომ ადამიანს ჰქონდა ეს ადამიანები, რომლებიც აქ მოდიოდნენ, იყვნენ წარმართული სამყაროდან მოდიოდნენ, ამიტომ მათი იყო ეს კერპთაყვანისმცემლობიდან, ამ მრავალღმერთიანობიდან შემოსულები და შესაბამისად მათთვის ისინი იყვნენ მათთვის ეს
ის თემები, რომლებიც არის ამ შეფუცებების ლოცვებში, არის პირდაპირ კავშირში იმ აზროვნებასთან და იმ წესჩვეულებებთან, რომლებიც მათ ჰქონდათ, რომ განშორებოდნენ აი ამ ჩვევებს. გვაქვს დიდ შაბათს ეპისკოპოსის მიერ ბოლო შეფუცება. რატომ ბოლო შეფუცება? რადგან შეფუცებები არ ხდებოდა იმ დღეს ნათლობის დროს, არამედ შეფუცებები რამდენიმე დღის განმავლობაში ხდებოდა და შემდგომ, რა თქმა უნდა, ხედავთ უკვე მთელი დიდი 40 წლის განმავლობაში ხდებოდა ყოველთვის შეფუცებები და ეს არ იყო ერთხელ. ამიტომაც დიდ შაბათს უკვე აღესრულება უშუალოდ დიდ ბოლო შეფუცება. ღამისთება და მარხვა ნათლობის წინ. რა ხდებოდა? ადამიანი უკვე ნელ-ნელა არის სულიერი მომზადება ადამიანისა ნათლობის წინ, ღამისთევით ადამიანები ასე ვთქვათ, ა მთელი ღამის განმავლობაში ლოცულობდნენ და იყვნენ ღვაწლში და იწყება მარხვა, ანუ ერთორდღიანი მარხვა, რომელიც იყო საჭირო ვინც ინათლებოდა მისთვის და ვინც ნათლავდა მას. ასევე გვაქვს წყლის კურთხევა, აქედან უკვე ვხვდებით წყლის კურთხევას, ანუ წყალი როგორც სიმბოლო განწმენდისა, თუმცა არ არის მხოლოდ წყალი, არამედ ამ წყალში, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ეს წყალი იკურთხება, რომელშიც გადმოდის სულიწმინდა და ამიტომაცაა, რომ ადამიანი ეძლევა წყლითა და სულით, წყალი როგორც ესე ვთქვათ, ეს მატერია და ასევე სულით, ანუ სულიწმინდა, რომელიც არის დამკვიდრებული აი ამ წყალზე. ხვდებით ასევე მირონისა და ზეთის კურთხევას. აი ეს პერიოდია დაახლოებით მეორე საუკუნეა, ეს ზუსტი წელი არა, მაგრამ მეორე საუკუნეა ეს გარდამავალი, როდესაც უკვე ხელთა დადება იცვლება და შემოდის უკვე მირონცხება, როგორც დღეს გვაქვს და მირონცხების დროს მირონის კურთხევა და ზეთის კურთხევა ხდებოდა უკვე ამ ეპოქაში. ნათლობის დროს თითოეულ შთაფლაზე კითხვა-პასუხის რეჟიმი. ეს არის ძალიან საინტერესო, რომელსაც ახლა განვიხილავთ და შემოსვა ახალი სამოსით. ანუ ახალი სამოსით იმოსებოდა ადამიანი, რომელიც ინათლებოდა იმ კვართით, ეს ფერი იყო, რა თქმა უნდა, თეთრი, როგორც სინათლის, როგორც ახალი ცხოვრების დასაწყისი. რა ხდებოდა? რა პრაქტიკა იყო შთაფლის წინ კითხვა-პასუხის რეჟიმი. როდესაც ნათლად ან ეპისკოპოსი მოსანათს, თავზე დაადებდა ხელს, რა თქმა უნდა, ეს იყო თავიდან ეს ხდებოდა ზღვაში, ეს მდინარეებში, შემდგომ გადავდივართ უკვე იმ სანათლავი, რასაც ერქვა ბაპტისტერიუმი, და ეს იყო ღრმა, სადაც ადამიანს შეეძლო მთლიანი სხეულით ჩაღრმავებულიყო. მღვდელი თავზე ადებდა მოსანათს ხელზე, მღვდლის ხელი იყო ეს მაკურთხეველი, ესე ედო თავზე და სამჯერ შთაფლა ხდებოდა მისი. პირველი შთაფლის დროს იყო შეკითხვა: გრწამს ღმერთის მამა ყოვლადძლიერის? მოსანათლე ეტყოდა მრწამს და მოხდებოდა პირველი შთაფლა. მეორე შთაფლის წინ შეკითხებოდა: გრწამს იესო ქრისტე ძეღვთისა, შობილი სულისაგან წმინდისა, მარიამისაგან ქალწულისა, ჯვარცმული პონტუელისა პილატეს დროს, მომკვდარი დაფლული მესამე დღესა, ასე შემდგომ, როდესაც ეტყოდა მრწამს, ისე მეორე შთაფლა მოხდებოდა მისი და მესამე შთაფლის დროს გწამს სულიწმინდა და წმინდა ეკლესია და სხეულის აღდგომა მრწამს და მოხდებოდა მესამე შთაფლა. ეს იყო უშუალოდ ნათლობის წინ, აი იქ წყალში აი ეს დიალოგი მათ შორის. რა ხდება? ეს არის ის სახე, სარწმუნოების სიმბოლოსი, რომელიც შემდგომ გვაქვს ჩამოყალიბებული. ანუ ეკლესია არ დაალოდებია მეოთხე საუკუნის პირველ მსოფლიო კრებას, რომ მოსულიყო და ეთქვა, რომ აი წამსი ესაა და ეს უნდა მივიღოთ და მანამდე არ არსებობდა. მანამდე გვაქვს ძალიან ბევრი სარწმუნოების სიმბოლოები, სარწმუნოების სიმბოლოს აღიარებები, რომლებიც გამოიყენებოდა ნათლობის, უშუალოდ ეთქვა ნათლობის სიმბოლო. და შემდგომ ხდება ის საჭიროება, რომ პირველ მსოფლიო კრებაზე გვაქვს ეს მრწამსი, რომელიც შემდგომ მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე უფრო განიმარტა და უფრო გაიშალა და ეს არის ის, თუმცა რა თქმა უნდა გვაქვს ამის წინა სახეები, წინა საუკუნეებშიც. რაც შეეხება თავად მარხვას, ეს არის მარხვაზე პირველ წყაროს ერთ-ერთი ძალიან კარგი, ძირითად შემთხვევაში უფრო კატეხიზატორული შინაარსისა დიდაქე, რომელიც გვაქვს ქართული ენაზეც და აუცილებლად უზრუნველყოფ, რომ ვისაც არ გაქვთ მოგაწოდოთ. რა ხდება? დიდაქეში გვაქვს ასეთი წყარო, ნათლისღებამდე უნდა იმარხულო ნათლის მცემელმაც და ნათლულმაც და ასევე სხვებმაც, თუ ძალუც, ნათლს უბრძენ იმარხულოს 1-2 დღე. აქედან იწყება ერთორდღიანი მარხვები, რომლებიც შემდგომ იძენს მრავალდღიან მარხვებს და სწორედ ეს არის ერთორდღიანი მარხვები ნათლობის, რომელიც არის
წინასახე და გაგრძელება, რომელსაც დღეს გვაქვს ერთ-ერთი უმშვენიერესი ლიტურგიული პერიოდი, რომელსაც ეწოდება დიდი 40-ეული. სწორედ ეს არის ერთ-ორდღიანი მარხვები, რომელმაც შემდგომ მიიღო დიდ 40-ეულში ეს სახე. მიზანი, რა თქმა უნდა, ასკის მიზანი იყო ძველი ადამიანისგან გათავისუფლება, იმ ჩვევებისგან, იმ ყოფაცხოვრებისგან და რა თქმა უნდა, დაბადება და ახალი სიცოცხლის დაწყება. და ვინაიდან ეს ნათლობა იყო აღმატებული და აღმატებული საიდუმლო და ზოგადად ახალი ცხოვრების წესის დაწყება. ამასთან დაკავშირებითაც წმინდა ბასილი დიდი ამბობს შესანიშნავ სიტყვებს, არ შეუძლია იმ სხეულის სიცოცხლე, რომელიც არ სულთქავს, არ ცულს არსებობა, რომელმაც არ იცის თავისი შემოქმედი. ვინაიდან ღვთისუცოდინრობა არის სულის სიკვდილი, ის ვინც არ მონათლულა, არ განათლებულა. ამიტომ პირდაპირ არის კავშირი ნათლობის და ნათლობის განათლება რა თქმა უნდა ეს არის იმ ღვთის მადლით და ღვთის ნათლით განათლებაზე საუბარი. აა ამ ყველაფერთან შეგვიძლია ერთ დასკვნად მივიდეთ, რომ ძალიან მჭიდრო კავშირი არსებობს აღდგომის დღესასწაულსა და ნათლობას შორის. ნათლობა და აღდგომის დღესასწაული ეს იყო პირდაპირ კავშირში ერთმანეთთან. რატომ? იმიტომ რომ მხოლოდ ერთი დღე იყო პირველ პერიოდში აღდგომის დღესასწაული, როდესაც ხდებოდა ადამიანთა ნათლობა. ეს იყო დიდი შაბათის საღამო მსახურებაზე და შემდგომ ის პირველი ეს პირველი პირველი მონაცვლეები უკვე იღებდნენ მონაწილეობას საღვთო ევქარისტიაში. განისაზღვრა დიდი შაბათი და ამასთან დაკავშირებითაც რომ გავიგოთ რატომ მაინც და მაინც დიდი შაბათი, გვაქვს ასეთი წმინდა ბასილ დიდიც გვაწვდის ასევე, იმიტომ რომ ეს არის პერიოდი, როდესაც წლის ყველა დროზე არის შესაძლებლობა ნათლობის მიერ ცხონებისა და გადარჩენისა, დღისით ღამით ნებისმიერ საათზე, მაგრამ აღდგომაზე ყველაზე ახლო და შესაბამისი დრო განა შეიძლება რომ იყოს რაიმე. ერთის ეს დღე გვახსენებს აღდგომას ქრისტესი, ნათლობა კი არის ძალა აღდგომისაკენ. მაშინ მივიღოთ ზღვენი აღდგომის, ანუ ამბობს რომ განა არ არსებობს სხვა დღე, როდესაც არის საჭიროება რომ მონათლოს, მაგრამ საუკეთესო დრო ამისა არის რა თქმა უნდა აი ეს პერიოდი და ერთ-ერთი ასევე ზონა რომელიც არის კანონთა განმარტებელი ლაოდიკის 53 კანონს განმარტავს, რომ ვინაიდან ნათლობა არის სახეუფლის დაფლისა და აღდგომისა, ამიტომ დიდი შაბათი როგორც შუალედი დაფლისა და აღდგომას შორის ჩაითვალა როგორც საუკეთესო დრო, ან მისი მნიშვნელობიდან და მისი დატვირთვიდან, რაც ჰქონდა მას. ამიტომაც მკვლევარები ამბობენ, რომ აი ნათლობის მსახურება და დიდი შაბათის მსახურება არის ის ამ ორმა დღესასწაულმა ერთმანეთის აზო განგებაზე ბოდიში ხმა ზურაბი არის ვიღაც ვისაც არ აქვს გათიშული და გიშლის ყელს ბოდიში შეგაწყვეტინა. და გვაქვს აი ეს მნიშვნელოვანი შეუძლია რომ გათიშოს ხმები. Я хотела его купить. Он мой. Просто еще нет. Легендарное видео, где мужчины... The Prophet sallallahu alaihi wasallam said, verily every nation. ვინაიდან ნათლობის დროს აღდგომის დღესასწაულიც ეს არის დაბადება და გაგრძელება ახალი ცხოვრებისა ქრისტიანისა, ამ დღეს იყო განსაზღვრული ეს მოვლენა, როგორც იყო ნათლობა. თუმცა, რა თქმა უნდა, შემდგომ ხვდებით აი ამ დღის ცვლილებას, როგორიც არის და გადმოდის ნათლისღებე დღესასწაულზე, სულთმოფრენდობაზე, ლაზარის შაბათზე, დიდ შაბათს დილით. რატომ ამ დიდ შაბათს დილით? იმიტომ რომ ხდებოდა უკვე ისე, რომ დიდ შაბათს დილითაც ტარდებოდა და შემდგომ დიდ შაბათს საღამოსაც ტარდებოდა ეს დღესასწაულები. ერთი ტარდებოდა დიდი შაბათის მსახურებები, შემდგომ კონსტანტინოპოლში ეს იყო, რომ დიდი ბაპტისტერიუმიც არსებობდა და მცირე ბაპტისტერიუმიც და ამიტომაც შემდგომ იყოფოდა ეს ორი და ტარდებოდა. და შემდგომ რა თქმა უნდა ეს უკვე დაახლოებით მე-10 საუკუნეში უკვე გვაქვს რომ წელიწადში 5 დღე არსებობს ამ ნათლობისა და ამის ერთ-ერთი მაგალითი რომ დღეს ვხვდებით ჩვენს ლიტურგიულ პრაქტიკაში, რომ აი ამ დღეებზე იგალობება არა წმინდა უღმერთო, არამედ რაოდენთა ქრისტეს მიერ, სწორედ აი ამ დღესასწაულებზე, ამიტომაც ეს არის გადმონაშთი იმისა, რომ ამ დღეებზე ნამდვილად აღესრულებოდა. და შემდგომ რა თქმა უნდა უკვე მოგვიანებით იცვლება და ნებისმიერი დღე არის და წმინდა სინოდის ევანგელია ამას განმარტავს, რომ ნებისმიერ დღეს შეიძლება ნათლობა ადამიანისა.
შემდგომ გადავიდეთ ჩატარების ადგილი ეს ძალიან მცირედ მინდა ვთქვა, რომ აუცილებელი იყო ეს ჩატარებულიყო ეკლესიაში და არა სხვაგან. ასე თულის კრების 59 და 31 კანონი ამბობს, რომ ნათლისღების ედნო არ უნდა აღესრულოს კარის ეკლესიებში. კარის ეკლესიები სინონიმი ეს არის ეკვდერი, რომ დღეს უფრო ცნობილია ეკვდერებში, რომელიც მოდის ბერძნული სიტყვიდან ევქტირიო იყო და შესაბამისად იქ უნდა ჩატარებულიყო. არა იქ, არამედ კათოლიკე ეკლესიაში. მაგრამ ასევე წინა კანონი მას ამბობს, რომ თუ მაინც ჩატარდება ადგილობრივი ეპისკოპოსის ნებართვით. რა ხდებოდა? საშიშროება იყო, რომ არ მონათულიყვნენ მწვალებელთაგან და ამიტომ საჭირო იყო, რომ კანონიკური მღვდლის წინაშე კათოლიკე ეკლესიაში აღსრულებულიყო ეს საიდუმლო. ამიტომ იმდენად იყო სიფრთხილე ამ თემასთან დაკავშირებით. ცოტა უფრო განვარცობრად წეღან ვილაპარაკეთ აღდგომისა დიდი ორმოცეულის კავშირზე და გეტყვით, რომ ცნობები ამ აღდგომის დედა სადაა დედა ცნობები აღდგომის დღესასწაულის შესახებ გვაქვს უკვე მეორე საუკუნე რომ ტარდებოდა ეს დღესასწაული, ეპიცენტრი რა თქმა უნდა იყო დიდი პარასკევი და დიდი პარასკევს იწყებოდა მზადება მონათულის, კაცრი მარხვა იყო და შემდგომ დიდ შაბათამდე მარხულობდა და შემდგომ იღებდა მონაწილეობას. თავად დიდი ორმოცეული ჩამოყალიბებას იწყებს უკვე მესამე საუკუნიდან და შემდგომ თავისი ლიტურგიკულად იხვეწება უკვე საუკუნეთა განმავლობაში. ამიტომ კაცრი მარხვა ეს იყო დიდი პარასკევის აუცილებელი პირობა და იმ დროიდანვე გვაქვს ეს პრაქტიკა. ამის ერთ-ერთი გადმონაშთი, რომელსაც ვხვდებით ჩვენ, ეს არის 18 იანვარი. რატო 18 იანვარი? იმიტომ რომ 18 იანვარს გვაქვს ნათლისღება და ნათლისღების წინაც თუ დღეს ჩავიხედებით კალენდრებში გვაქვს ერთდღიანი მარხვა, ერთდღიანი კაცრი მარხვა, რომელიც იყო სწორედ ამისთვის, რომ ადამიანი ისინი, ვინც ინათლებოდნენ ნათლისღების დღესასწაულს მეორე დღეს, წინა დღეთ ემარხულოთ, ამიტომაც ეს პრაქტიკა, ამიტომ ეს იყო მათთვის, ვინც ინათლებოდა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი და ზოგადად აი ამ საკითხში, ნათლობის საკითხში, რაც არის გასათვალისწინებელი, ეს არის კათაკმეველთა და ნათლიათა ინსტიტუტი. ეს არის ორი აუცილებელი და ერთმანეთზე კათაკმეველი უფრო დამოკიდებული ნათლიაზე. რატომ? იმიტომ რომ ზოგადად კათაკმევლების ასე ვთქვათ ხარისხები იყო, რომ თავიდან იყო მსმენელნი უბრალოდ, რომლებიც მიდიოდნენ ქრისტიანთა შესაკრებელზე და ისმენდნენ, რომელიც სადაც იკითხებოდა დასაწყისში ძველი აღთქმიდან იყო, მხოლოდ ძველი აღთქმის წიგნები იყო, შემდგომ ფსალმუნები და ახალი აღთქმის წიგნები, იქ ისმენდნენ ამას, გამოხატავდნენ შემდგომ მზაობას, რომ მონათულიყვნენ და იწყებოდნენ კათაკმეველთა დასში. ხოლო როდესაც უფრო ახლოვდებოდა ნათლობის დღესასწაული, იქ უკვე ხვდებით ნათლად გამზადებული, რაც ეწოდებოდა ნათლად გამზადებული. ანუ უკვე იყვნენ იმისათვის, რომ გამზადებულიყვნენ ნათლობისათვის. იწყება ჩამოყალიბებას იწყებს მეორე საუკუნის ბოლოსკენ და მესამეში უკვე გვაქვს აი ეს ორგანიზებული სახე ამისა. დრო იყო 3 წელი, 3 წლიანი მომზადება და ასევე გვაქვს გარდავალი ნათლობის შემთხვევებში ჰქონდა ის მომენტი, რომ მას არ მოეთხოვოდა 3 წელი, რადგანაც იყო აუცილებელი ნათლობა, თუმცა ამას განსაზღვრავდა კანონები, თუმცა იყო შემდგომ პრობლემა და ხელდასხმაზე ისინი პირდაპირ ვერ გახდებოდნენ მღვდლები, ვინაიდან მათ არ ქონდათ ეს სრული პერიოდი განვლილი. თუმცა აქაც გვაქვს რა თქმა უნდა გამონაკლისები, ერთ-ერთი როგორიც არის წმინდა ამბროსი მედიოლანელის, რომელიც ეგრევე გახდა ეკურთხა ხარისხში. გვაქვს რა, ასევე გვაქვს კათაკმევლები ეწერებოდნენ კატალოგში ეგრეთ წოდებულ, ცოტა მოგვიანებით, სადაც მეოთხე საუკუნეში, რომ კათაკმეველთა ჩაწერა ხდებოდა და მათი სახელის და გვერდზე იწერებოდა მათი ნათლის სახელი და ამით უკვე იყო აბსოლუტური პირდაპირი დამოწმება მყარი არჩევანი იმისა, რომ ისინი გამختاریყვნენ კათაკმევლები და უნდათ მონათლა. და ეს იყო რა თქმა უნდა დიდ 40-ის დასაწყისში, პირველ ორშაბათს ხდებოდა ეს კატალოგში ჩაწერა და რა არის ნათლის როლი იყო აქ უმთავრესი. ნათლის როლი რა თქმა უნდა დღესაც უნდა იყოს უმთავრესი და არის მისი არსიდან გამომდინარე ეს ასია. სხვა არის რა ხდება პრაქტიკაში. ნათლიას რა მოვალეობა ჰქონდა? ის იყო პირველ რიგში გარანტი და მოწმე იმისა, რომ ეს ადამიანი
და ეს ადამიანი იქდებოდა და მისდევდა და დაესწრებოდა აი ამ კატეხიზაციის პერიოდს და კატეხიზაციის და განისწავლებოდა იმ აუცილებელი სწავლებით, რომლებიც იყო საჭირო ნათლობისათვის. ნათლია თავიდანვე მიყვებოდა ამ კათაკმეველს, ანუ ამ კათაკმეველს, ვისაც სურდა მონათლე, უნდა ეპოვა მორწმუნე ადამიანი, ერთ რამე მორწმუნე ადამიანი ძველ ეკლესიაში და ზოგადად ლიტურგიკულ ტექსტებში რო ხვდებით, ეს არის ადამიანი, ვინც არის მონათლული. მონათლულ ადამიანს ხშირად ეწოდებოდა მორწმუნე ადამიანი. რომელთან ერთადაც მიდიოდა ეპისკოპოსის წინაშე, ეპისკოპოსის წინაშე ამ კათაკმეველს, ვინც იყო მისული, დაუსვამდა შეკითხვებს, რისთვის არის მოსული, კარგი განზრახვით არის, სწორი განზრახვით არის მოსული თუ არა და შემდგომ ხდებოდა ასევე საინტერესო დეტალი არის ის, რომ წყაროები გვეუბნებიან, რომ ხდებოდა მისი ცხოვრების შესახებ გამოკითხვა, რა პროფესიის იყო. თუ ის იყო რაღაცა ისეთი წარმართული პროფესიის, როგორიც იყო მაგალითად თუნდაც კერპების მთლელი, მე მოქანდაკე უბრალოდ და რომელიც აკეთებდა კერპებს, მას უნდა დაენებებინა ამისთვის თავი. თუ იყო მაგალითად ის ეწეოდა ისეთ მრუშულ საქმიანობას, მას უნდა დაეტოვებინა ეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ მოხდებოდა მისი კათაკმევლად მიღება და არ მოხდებოდა მისი აი ამ დასში ჩარიცხვა. ეს იყო აუცილებელი, ამიტომაც ნათლია იყო იმის გარანტი, რომ ეს აუცილებლად მოხდებოდა და ეს ასია და ამოწმებდა ამას. და შემდგომაც იყო მისი მოვალეობა ძალიან მნიშვნელოვანი. თავად იმ უკანასკნელი 40 დღის განმავლობაში და მის შემდგომაც აი შემდგომ კატეხიზაციაში. კაცრი შემოწმება იყო, კაცრი შემოწმება გულისხმობს იმას, რომ ეს ხდებოდა დიდ პარასკევს, როდესაც ხდებოდა აი ამ მთელი ამ ხნის განმავლობაში რაც ისწავლა, შემდგომ უნდა გაცნობოდა ეპისკოპოსის წინაშე ჩაებარებინა ეგრეთ წოდებული გამოცდა სარწმუნოებისა, რომელიც მან ისწავლა. და არსებობდა კატეხიზაცია, რომელიც იყო ნათლობამდელი, რომელიც მას აი ამ კატეხიზატორს და მისტაგოგიური, სიტყვა მისტაგოგიური ახსენეთ დასაწყისში, რომელიც ხდებოდა ნათლობის შემდგომ, ანუ აღდგომის დღესასწაულის შემდგომ, რომელიც იყო ბრწყინვალე შვიდეული. ბრწყინვალე შვიდეულში ასევე თუ მანამდე ნათლობის კატეხიზაციაში ხდებოდა მხოლოდ და მხოლოდ სამი სახარების განმარტება, იოანეს სახარების განმარტება იწყებოდა აღდგომის დღესასწაულის შემდგომ და აი ამ მისტაგოგიური კატეხიზაცია უკვე შედიოდა როგორც აი ეს მესაიდუმლოე, რომელიცაც უკვე განდობელი იყო ის ღრმა საკითხები, რომელიც იყო მისთვის მნიშვნელოვანი. მანამდელ კატეხიზაციაში ისწავლობდა, რა თქმა უნდა, იმ საბაზისო აუცილებელ საკითხებს და ეს იყო მისთვის. თუმცა ძალიან რთული სათქმელია იმისა, რომ კათაკმეველთა ინსტიტუტი როდის იწყებს გაუქმებას. ცალსახადრო ამისი არ არსებობს, როდესაც რაღაც ერთი მოვლენა მოხდეს. ამიტომაც გვაქვს წყაროები, რომლებიც ამბობენ, რომ ზრდასრული კათაკმეველის ინსტიტუტი ჯერ კიდევ იყო მე-5 საუკუნის დასაწყისში, ამას ხვდებით იოანე ოქროპირის ჰომილიებიდანაც და ასევე სრული განმოსვლის ელემენტით ეს მნიშვნელოვანია. და მე-7 საუკუნეში უკვე ფუნქცია დაკარგული ხდება ეს რაღაც. ანუ აი აქ ხვდებით. წყარო გვაქვს, რა თქმა უნდა, ტრულის კრებისაც, თუმცა იქაც არ არის ცალსახად, რომ არის ეს ინსტიტუტი გაუქმებული. მე-10 საუკუნიდან უკვე ლოცვა კათაკმეველთათვის ქრება სადღეღამისო ციკლის ღვთისმსახურებათა სიიდან. და მიზეზი, რატომაც არის ამის გაუქმების, არის ერთ-ერთი, ეს არის ჩვილთა ნათლობა. ჩვილთა ნათლობა არის ძალიან ბევრ რამეზე იქონია შედეგი. და რა კონკრეტულად ეს არის, რომ ჩვილთა ნათლობის დროს ეს კატეხიზაციის პერიოდი ვეღარ ხდებოდა ის, როგორც იყო საჭირო, ადამიანის მოსვლა ამ დასში ჩარიცხვა, პერიოდის გავლა ამ რაღაცების კატეხიზაციის საკითხების შესწავლა, ამიტომ და გვაქვს, რომ მე-6-მე-10 საუკუნეების ბიზანტიურ წყაროებში ჩვილთა ნათლობა მე-40 დღეზე გვაქვს და რატომ არის ამას ახასიათებდა, იმიტომ რომ მანამდე ნათლობა თუ ხდებოდა, ის იყო 3 წლამდე მიღწევის შემდგომ. მანამდე არ ხდებოდა და შემდგომ უკვე გადავდივართ მე-40 დღეზე, როგორც გვაქვს დღევანდელი პრაქტიკაც. ასევე ჩვილთა ნათლობა აი ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, ხელი შეუწყო იმისათვის, რომ მოშლილიყო ეს ინსტიტუტი. ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, და გვაქვს ასევე რა? ჩვილთა ნათლობის დამკვიდრების რამდენიმე მიზეზი განიხილება. ერთ-ერთი ეს არის
სიკვდილის საშიშროება და სიკვდილის საშიშროების გამო, ამიტომაც ხდებოდა მათი მალე მონათლა დასაწყისშივე. ამას ხვდებით წმინდა გრიგოლ ნაზიანზელის ჰომილიებში, სადაც ის მოუწოდებს, რომ მონათლა დაუცლებად და ხვდებით აი ასეთ სურათს. თუმცა ერთი მიზეზი კიდე რომელიც იყო ამისა, ეს იყო პელაგიანიზმის ერესი, რომელიც მიმდინარეობდა დასავლეთში. და მისი სწავლების თანახმად ვინაიდან ცოდვა იყო ეს განზრახვითი და მხოლოდ საკუთარ ქმედებებზე ვიყავით პასუხისმგებელი ადამიანები, ამიტომაც შვილები ითვლებოდნენ უცოდველად, ამიტომაც არ მონათლილი შვილები არ მიდიოდნენ ჯოჯოხეთში, შესაბამისად ამიტომაც არ იყო ამის და ამასთან რომ ადამიანი ამასთან ბრძოლის ფონზე და ამასთან დაპირისპირების ფონზე იყო ეს პრაქტიკა მკვიდრდებოდა ნელ-ნელა აღმოსავლეთში და მივიღეთ სულთანათლობა. გვაქვს ერთი ესეთი სურათი, როგორც პატრიარქი ნიკოლოზი ათლავს, აი უკვე იმპერატორ ლეონ მე-6-ის შვილს გვაქვს საერთოდ ხელნაწერი. და გადავდივართ უკვე უფრო ასე ვთქვათ, აფიოდ ჩანს ამ პერიოდში ეს საკითხები და უფრო მეტი წყარო გვაქვს, როგორც კიდე იერუსალიმის, იონი ოქროპირის და სხვათა წყაროები, რომლებიც გვაძლევენ იმ სურათს, რა ხდებოდა ამ ეპოქაში, თუმცა უნდა განვიხილოთ ძალიან მოკლედ ეს საკითხებიც. ამ ეპოქაში შემოდის სახალხო დარქმევა და რაც ვთქვით, კატალოგში ჩაწერა, ერთ-ერთი არის თეოდორე მოფსუესტიელის წყარო, რომელიც მას ვისაც სურს რომ მიიღოს წმინდა ნათესღებისა, გამოცხადდება ღვთის ეკლესიაში, მაშინ ხდება ის, ვინც არის გატაცებული ამ საქმისათვის და წესისაებ ჩაწერს მათ, ვისაც სურს რომ მოინათლონ. ეს გვაქვს, ასევე გვაქვს ეპისკოპოსის მიერ გამოსათით პარასკევს, როგორც გვახსენეთ, ამ დღეს ხდებოდა, ამ ეპოქიდან მკვიდრდება ყოველდღიური კატეხიზაცია, თქვით, ანუ აბსოლუტურად ყოველ დღე ხდებოდა დიდ ორმოცნობაში კატეხიზაცია და ყოველ დღე ხდებოდა განდევნა ან ეს შეფუცება, ეს განდევნის ლოცვების საკითხი. ამიტომაც ზოგიერთ წყაროში და შეიძლება დღესაც თუ სასულიერო პირები, როდესაც ხვდებიან რომ წერია შეფუცებას, რომ აი აღესრულოს 7-ჯერ, აღესრულოს 10-ჯერ და აღესრულოს თითოეული 3-3-ჯერ და შემდგომ ის იყო აქედან, ვინაიდან გადანაწილებული იყო და მთელი 40 დღის განმავლობაში სამი შეფუცების ლოცვა გაქვს და სამივე აი ესე ნაწილდებოდა და იკითხებოდა მრავალგზის იყო აი ამ ეპოქის პრაქტიკა. ასევე სატანაზე შებერვა, რომელსაც ვამბობთ, რომ მღვდელი მოუწოდს რომ შებეროს სატანას ნათლობის დროს, განდგომის პერიოდში, პირველად ხვდებით ამას მე-5 საუკუნეში დიონისე აროპაგელის მიერ და ქრისტეზე შედგომას, აი ამ განდგომის შემდგომ ქრისტეზე შედგომას, სადაც ხვდებით მე-4 საუკუნეში, ასევე გვაქვს კაცრი მარხვას ამ დროსაც და დიდ შაბათს ნათლობის საღამოს ნათლობა. ასევე გვაქვს ნათლობის შემდგომ რომის იმოსებოდნენ თეთრი სამოსითაც და ეცხებოდათ მირონი და სანთლებით ხელში იწყებოდა გალობა რაოდენთა ქრისტეს მიერ. აი ეს პერიოდი, როდესაც პირველი წყარო ამისი ყოველ შემთხვევაში დადასტურება წყაროსი გვაქვს პროკლე კონსტანტინოპოლის მიერ. და ხდებოდა რა, როდესაც ადამიანი მოინათლებოდა, ეს ხდებოდა ყველაფერი, რა თქმა უნდა, ბაპტისტერიუმში, რომელიც იყო გარეთ, ეკლესიის გარეთ, შემდგომ ხდებოდა იქ მონათლა და მათი გადმოსვლა უკვე უშუალოდ ტაძარში, როდესაც ხდებოდა შუა ტაძარში და იღებდნენ უკვე საღვთო ლიტურგიაში მონაწილეობას და შემდგომ აი ამ პერიოდის შემდგომ ერთი კვირა დადიოდნენ ტაძარში და უკვე ხდებოდა მისტაგოგიური კატეხიზაციით, რომელიც ცოტა ხნის წინ რა ხდება უკვე მე-6 საუკუნის შემდგომ, რაღაცები უკვე, ასე ვთქვათ, იყინება და რჩება ისევ როგორც არის და ხდება შემდგომ უკვე ძალიან მცირე ცვლილებები. ის რაც შემდგომ ნარჩუნდება, ეს არის შეფუცები, რომლებიც იყო, განდგომა, შედგომის სარწმუნოების სიმბოლოს აღიარება უკვე მკვიდრდება, ზეთის კურთხევა და ზეთის ცხება, სამჯერ შთაფლა წყალში, სამების სახელი და მირონწყობა. ეს გვაქვს ყველაფერი, რაც შემდგომაც და დღემდეც მოსდევს და გვაქვს ჩვეულებრივ დღევანდელ პრაქტიკაში. თუმცა არის რაღაცები, რასაც იცვლებოდა ამის შესახებ. ეს არის ნათლობამდელი კატეხიზაცია. ნათლობამდელი კატეხიზაცია იშლება სრულად, თითქმის არა. შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელ პირობებში 21 საუკუნეში ეს აფრიკის ქვეყნებში, სადაც დღემდე მიმდინარეობს სამოციქულო მოღვაწეობა ეს და მათი განათლება, იქ კიდე გვაქვს აი ძველი პრაქტიკის გამოყენება და ძალიან ბევრი სხვა ისეთი, რომელიც არ ხდება უფრო მართლმადიდებლურ ქვეყნებში.
ასევე შეიქმნა ახალი ნათლობამდელი ნათლობის შემდგომსახურებები, რა ხდება განბანვა მერვე დღეს, რომელიც არის აი ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი, ასევე იქ რა თქმა უნდა გვაქვს 3 ლოცვა, თუმცა თავიდან იყო 1 და იყო მთლიანად სრული სხეულის განბანვა მთლიანად და თმის მოკვეცა, რომელიც არის რა თქმა უნდა ნათლობის შემდგომი მსახურებები. ასევე გვაქვს შეფუცებები და სხვა ნათლობამდელი მოქმედებები, რომლებიც არის ესენი ყველაფერი იკრიბება და ტარდება 1 დღეს ნათლობის მსახურებაზე სრულად და ამიტომაც ხდება აი ეს ცვლილებები. გარდა იმისა, რაც ჩვენ დღეს ვილაპარაკეთ, ამით დავასრულებს ნათლობის ისტორიის განხილვას და გადავალთ ნათლობის თეოლოგიაზე, რადგან ნათლობა ეს არა მხოლოდ ისტორია, არამედ მას აქვს თავისი თეოლოგია, რომელიც არის ღრმა და ჩვენთვის აუცილებლად უფრო შეიძლება ითქვას სასწაულად მნიშვნელოვანი, რათა გავიაზროთ ჩვენი ცხოვრება, ადამიანი ანთროპოლოგიური მიზანი ადამიანისა რა არის, ისთვის ცხოვრობს და რა არისთვის არის მოწოდებული. კონკრეტულად დაინახეთ ამ ტექსტებში და ნინო მგონი მაქვს ხო კიდე დრო? კი, თაზო როგორც მოდერატორს გადმოგჩემთ დამატებით დროსაც და გისმენთ ძალიან საინტერესო მოხსენებაა. მადლობა. გვაქვს შემდგომ რა? გვაქვს გზა ნათლობისკენ ძალიან მოკლედ, რომ სანამ გაჩვენებ უშუალოდ ტექსტებს, რომლებიც არის, დღეს ჩემი მიზანი არის, რომ ნათლობის თეოლოგია და შემოწოდა მენახებინა სულ სხვაგვარად, ანუ პირდაპირ კონსპექტორის სახით მომეცა ეს ზოგადი სურათი დამეხატა, მაგრამ მირჩენია თავად ხელშესახები გავხადოთ თქვენთვის ნათლობის ტექსტების უშუალოდ მასში ჩადებული სიტყვებისა და მასში ჩადებული აზრი. იმიტომ რომ ეს ტექსტები სამწუხაროდ იკითხება ძალიან კარგად ვიცით, რომ იკითხება ძალიან ზოგჯერ ძალიან ჩქარა, თუ იკითხება ნელა იმ შემთხვევაში, მაშინ არის ძველ ქართულად შესაბამისად ადამიანი ნახევარსაათში ვერასწრებს ამ ყველაფრის გააზრებას და ამ ყველაფრის გაგებას, ამიტომაც რატომაც ჩავთვალე, რომ იყო ამის საშუალება, რომ გამეცნო, ამიტომაც ძალიან არ შეგაწყეთ ამ ტექსტებით, არამედ გამოვკვეთა ძალიან მნიშვნელოვანს და ის რაც იმალება ამის უკან. რა გვაქვს გზა ნათლობისგან, ესე იგი გვაქვს 3 ეტაპი: ნათლობამდელი, ნათლობის და ნათლობის შემდგომი ქმედებები. ამის ფონზე ჩვენ განვიხილავთ ყველა დანარჩენს. ნათლობამდელად განიხილება პირველი დღე, მერვე დღე, მე-40 დღე, 3 შეფუცება, განდგომა, შედგომა და მრწამსი. ახლა რატომ ჩვენთან დღევანდელ დღეს 3 შეფუცება, განდგომა, შედგომა და მრწამსი და იმის ქვემოთ რაც წერია, ყველაფერი აღესრულება ნათლობის მსახურებაზე ერთად. თუმცა ეს არის ნათლობამდელი მსახურება და არა უშუალოდ ნათლობის. რადგან თუ კურთხევას შევხედეთ, უშუალოდ ნათლობამდელი მსახურება იწყება წყლის კურთხევით და არა დანარჩენს თქვია ნათლობამდელი წესნი. გვაქვს ორი მსახურებათა ორი სახეობა, რომელიც არის პირდაპირი და რომელიც არის ირიბი. პირდაპირი არის ის, რომელიც არის სწორედ ეს 3 შეფუცება, განდგომა და მრწამსი, რომელიც არის პირდაპირ მასზე დაქვემდებარებული და ირიბი, რომელიც არის მის წინ, ეს არის პირველი დღის, მერვე დღის და მე-40 დღის. ეს არის ირიბი ნათლობის წინამსახურებები. გადავიდეთ პირველ ნათლობამდელ მსახურებებზე და გეტყვით, რომ ეს არის პირველი დღის ლოცვა. პირველი დღის ლოცვა ეს არის ცოტა გვიანდელი ლოცვა. ხელნაწერებში მას ვხვდებით მე-14 საუკუნიდან და მანამდე არ გვაქვს ამის საშუალება, არ გვაქვს ამის დადასტურება. პირველი დღის ლოცვა ეს არის, რასაც შობს დედაკაცი, ან როდის ქალი შობს ბავშვს და ხდება მიდის მასთან მღვდელი და უკითხავს, ასე ვთქვათ, როგორც ეკლესიის წარმომადგენელი, მიდის და უხარია და როგორც ასე ვთქვათ, სიხარულის მომნიჭებელი მოვლენისათვის. და რა ხდება? ეს ძირითადად ეს ლოცვა მიმართულია დედისადმი და მეორე ხარისხოვნად ბავშვისადმი, რომელსაც ვხედავთ ჩვენ ტექსტებიდან და მე გამოვყოფ სწორედ აი ამ ლოცვებიდან მხოლოდ მნიშვნელოვანს. Evident ეს პრაქტიკაც დაკარგული არის თითქმის მთელს არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ ზოგადად მართლმადებელ ქვეყნებში და პირველი დღე არ არის, ასე ვთქვათ, ცნობილი ამასთან დაკავშირებით. და მღვდელი ამბობს, რომ განკურნეს სენი და უძლურებანი
განკურნე აღადგინე, დაიცევ ესე და ყრმაიცა ამისი. ანუ მღვდლის მოწოდებაა, რომ მოუწოდებს და ლოცულობს აი ამ ადამიანის, ანუ ქალის განკურნებისათვის, სიძულვილებისათვის, რაც მან აი ამ მშობიარობის შემდგომ განიცადა. ასევე მეორე ლოცვაში მშობელი ყრმის სამის შეიწყალე, შეუნდევ, დაიცევ, აღაორძინე, განკურნა, დამწყსე, სწრაფი აღდგომა, ნაბრძოლთა განწმენდა მინიჭე. ეს არის ასევე არის რომ ამ დღეს ტარდებოდა, გვაქვს რაღაც მითითები, რომ ამ დღეს ტარდებოდა ასევე აიაზმაც სახლში. ცოტა რატომ არის უცხო ეს? იმიტომ რომ რატომაც განვიხილოთ, რომ ქალი, როდესაც შობდა და შობდა, ის უწმინდური, ამიტომაც ყველაფერი, რასაც წმინდა ეწოდება, მასთან შეხება არ უნდა კონდეს და თუმცა რაღაცა ვინაიდან ეს არის ძალიან დიდი მოვლენა ადამიანისთვის და იკურთხება ქალის და კაცის რომ გამრავლდნენ, ქალი ამ შემთხვევაში შობს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ რატომ უნდა იყოს ეს რაღაცა ისეთ მოვლენად ჩათვლილი იმ კუთხით რომ ლოცვებში გვაქვს რომ ადამიანი მიდის და უკითხავს ამ ლოცვებს, სადაც სთხოვს მის განკურნებას და სწრაფ აღდგომას. მერვე დღის ლოცვა, რომელიც არის სახელის დარქმევის ლოცვად არის ცნობილი. ეს ლოცვა იყო მისი პირვანდელი სახე ამას შეიცვალა და დღეს ვამბობთ, რომ ეს არის სახელის დარქმევის ლოცვა, რომელიც ეკითხება მერვე დღის 8 დღის ბავშვს, მაგრამ თავად ეს ლოცვა არის ერთ-ერთი ძველი ლოცვა, რომელსაც ვხვდებით კურთხევანებში. და რატო ეს ლოცვა იყო მიმართული, როდესაც ადამიანი იწყებდა ეკლესიაში შემოსვლას, პირველ საუკუნეების ეკლესიის პრაქტიკა არის. რა ხდებოდა, როდესაც ადამიანი გადაწყვეტდა აი ამ კათოლიკურთა რიგში ჩადგომას და აი ამ კრებულში შემოსვლას, მას ეკითხებოდა ეს ლოცვა და რა გვაქვს აქ მნიშვნელოვანი. მღვდელი ამბობს, რომ გამოსახე ჯვარი, ანუ გვაქვს დაბეჭდა ჯვრით დასახვა, ეს პრაქტიკა უმნიშვნელოვანესია. ივტოდეს ამისაგან რათა ელტოდეს ამისაგან სოფლისა და ყოვლისაგან ბოროტებას და შეუდგეს ბრძანებათა შენთან. გვაქვს რომ მღვდელება რომ ადამიანი განიშნოს უკვე ამ ყოველივე სოფლიურს და შეუდგეს მის მცნებებს და მის ბრძანებებს, ანუ მის მცნებებს და მის წესებს. რა გვაქვს, ეს ადამიანი როგორც ვახსენეთ, იყვნენ წარმართული სამყაროდან გამოსულები და მნიშვნელოვანი იყო მათთვის აი ამ რაღაცებზე ყურადღების გამახვილება და სწორი გზავნილების მიცემა. ადამიანს მოეწოდება რომ თავიდანვე განაშოროს ამავ სოფელს, რადგან ეს არ არის ამ ქვეყნისა, არამედ ემზადება ზეციური მოქალაქეობისათვის. და რასაკვირველია შემდგომ მეორე დაადგრეს სახელი შენი წმინდა, ვისი შენი ქრისტეს სახელი, რომელიც სახელიც ანუ იწოდებოდა იმ თავიდანვე უკვე ქრისტიანად, ანუ ნათლობამდე იწოდებოდა უკვე ქრისტიანად. დაადგეს სახელი შენი წმინდა თვინიერ უარის ყოფისა. ანუ რა ხდება? ანუ უარყოფის გარეშე. ანუ ღმერთს ევედრება, რომ ადამიანი, რომელიც მოსულია ახლა ეკლესიაში და იღებს მის წმინდა სახელს, ანუ რომ არ უარყოს, მისი მთელი სიცოცხლის განმავლობაში დარჩეს პიცე და ურყევი და ურყევი მის სარწმუნოებაში და არ უარყოს მისი სარწმუნოება. ამ ასეთ დეტალებზე გვაქვს გამახვილება და შეერთე იგი ჟამსა მარჩვისა წმინდანსა შენს ეკლესიას და გახდეს მისი აი ამ ეკლესიის წევრი და დარჩეს მუდამ ერთგული ამ ეკლესიისა. როდესაც ვამბობთ ეკლესიის, აუცილებლად ეკლესია როგორც ქრისტეს მისტიური სხეული, მისტიურ სხეულზე გვაქვს საუბარი და არავითარ არანაირ რაღაცა და არა ტაძარზე, რომელიც არის ნაგებობა გვაქვს ეკლესია და სრულყოფად შესაძრწმუნებელთა საიდუმთა მის ქრისტეს შენისათა. რა გვაქვს? სრულყოფად შესაძრწმუნებელთა საიდუმლოთა, როგორც ვახსენეთ დღეს, აქ იგულისხმება ზიარება, ანუ ქრისტეს სისხლთა და ხორცთა. ანუ დაადგრეს სახელი შენი წმინდა და როდესაც მოვა იმისი დრო, რომ იღებს ნათელს, ეზიარება ქრისტეს სისხლსა და ხორცს. და რათა მსგავსად ცნებათა შენთან მოქალაქობდეს და დაიცვას ბეჭედი აღუტეხელად. რა ხდება? მოქალაქეობდეს, ანუ ცხოვრობდეს შენი ცნებების მიხედვით, თვის ცნებების მიხედვით და დაიცვას ის ბეჭედი, რომელიც მას ექნება მინიჭებული აი ამ ნათლობითა და მიროცხებითაც. მას აღუტეხელად, დაუმსხვრევლად დაიცვას
და არ უღალატოს ამას და მიემთხვიოს ნეტარებასა შენთან სასუფეველსა შენსა, ანუ გახდეს ღირსი ცათა სასუფეველის მოქალაქეობისა ეს ადამიანი. ეს თეოლოგია დევს მერვე დღის ლოცვაში, რომელიც დღეს სახელის დარქმევაზეა, თუმცა იყო უფრო ძველი პრაქტიკა, რომელიც როგორც ვთქვი, შვილთა ნათლობის შემდგომ შეიცვალა. გვაქვს შემდგომ მე-40 დღის ლოცვა, როდესაც შედის დედაკაცი ეკლესიად, როგორც წერია, და გვაქვს აქაც აქცენტები, როგორც არის აცხონი და წმინდა ყავა მხევალი ესე შენი და ესე ღრმა აკურთხე, აღაორწინე და განაბრძნე. უჩვენე ამას ხილული ესე ნათელი შენი. აქაც გვაქვს რომ მოწოდება რომ წმინდა ყოს, როდესაც ეკლესიაში მოდის მე-40 დღეს პირველად ქალი, წმინდა ყოს უფალმა სახელთა შენთა უცოდველად უბრალოდ და წმინდად გამოაჩინე და ევედრება მას რომ შევიდეს ტაძარში და ასევე აქ გვაქვს ყრმასაც, რომელიც არის იწოთას მიყვანილი და უჩვენო მას ხილული ნათელი შენი და თან აღრაცხე იგი რჩეულსა შენსა და წმინდასა სამწყსოსა. ანუ უკვე ეს თითოეული მოწოდება, რომელიც არის ეკლესიაში, ეკლესიის წევრობაში ჩადგომისა და ეკლესიის წევრობაში მონაწილეობისა და აღრაცხვისა არის ირიბი, როგორც თქვით, ირიბი მსახურებები, რომელიც მიუძღვება ადამიანს იმ დიდი მოვლენისათვის, რომელიც არის ნათლობა. ანუ ეს ყველა ლოცვა არის, ასე რომ ვთქვათ, თუ დავაკვირდებით, რაღაცად გავს წინა სხვა ლოცვებს და ძალიან ესეთ უხეშად რომ ვთქვათ, ეს არის კოპირება, შემდგომ უბრალოდ კოპირდებოდა და რაღაცა ცვლილებებით და აქ საჭირო იყო რაღაც იქ თუ კარგად წმინდა წერილიც ცოდნა, იქ რაღაც ლიტურგიული პრაქტიკის ცოდნა და ასე შემდგომ და იმ ანთროპოლოგიის და იმ თუნდაც ქრისტოლოგიის ჩადება ლოცვებში, რომელსაც ვიღებთ შემდგომ. გვაქვს ასევე ლოცვა, რომელიც ლოცვა რაჟმის ეკლესიად შეყვანდეს დილსა ღრმა დღესა მე-40-სა უშუალოდ ბავშვზე აკურთხე ღრმა ესე და ღირსწყავ ესე ჟამსა მარჯვესა წყლისა მიერ სულისა ნათლესღებითა მეორე ჩობა და შეერთიგი წმინდასა სამწყსოსა პირმეთ ყოველთა ცხოვართა შენდას. აქაც გვაქვს მოწოდება, რომ ადამიანი მიდის უკვე აი ამ გზაზე არის. შეგვიძლია ეს პარალელები, რომლებიც ახლა ჩამოვთვალეთ, ვთქვათ, რომ პირველი დღის ლოცვა, პირველი დღის მერვე დღის და მე-40 დღის, პირველი დღე, რომელიც განასახიერებს მაცხოვრის შობას, მერვე დღის ლოცვა, რომელიც განასახიერებს მაცხოვრის წიანდაცვეთას და შემდგომ მე-40 დღე, რომელიც განასახიერებს მაცხოვრის მირქმას, მიყვანას ეკლესიაში, ამიტომაც არის რომ აკურთხე ღრმა ესე მშობელთ და მირქმელთა მისთა თან, ანუ გვაქვს მშობელიც და მირქმელი ვინც არის. და ღირსყავ ესე, როდესაც მოვა ჟამი, რომ მოინათლება ისა, ნათლისღებითა მეორე ჩობად. გვაქვს რომ ნათლისღება როგორც მეორე შობა, ახალი დაბადება, კვლავ შობა, ახალი განახლება და ადამიანის ახალი ცხოვრების დაწყება, რა თქმა უნდა, ქრისტეში. ამიტომაც არის რომ ყოველი ის კატეხიზაცია თუ რაც ხდებოდა მანამდე, ყოფილიყო ყველაფერი იმის გასააზრებლად ადამიანს რამხელა მოვლენის წინაშე უწევდა და არ უნდა დაიწყოს მოუმზადებელმა გაუთვითცნობიერებელად ეს აი ამ საიდუმლო ცხოვრებაში ყოფნა. და შეერთიგი წმინდასა სამწყსოსა პირმეტყველთა ცხოვართა შენთასა, რომელთა ზედაწოდებულ არ სახელი ქრისტეს შენისა. რა თქმა უნდა, აქაც ქრისტეს მისტიურ სხეულზეა ეკლესიაზე საუბარი. და უკვე გადავდივართ ნათლობისათვის მომზადებაზე, როგორც არის ლოცვა, კათაკმეულ დადგინება, შეფცვები, შემდგომ განდევნა, შედგება და შემდგომ ძალიან მოკლედ განვიხილავთ ამ საკითხებსაც. კათაკმეულთა ლოცვა, როდესაც დადგინდება, ესეც არის ერთ-ერთი ძველი ლოცვა. ამ დროს ხდებოდა, როდესაც ჩვენ ვახსენეთ კათაკმეულთა კატალოგში ჩაწერა, ეს იყო ის მომენტი, როდესაც ეკითხებოდათ ეს ლოცვა. დღეს ეს გადმოსულია აი ამ დროს და რა ხდება? ადამიანი, როდესაც უეჭველად გადაწყვეტდა, რომ უნდოდა მას ნათლობა, აი 40 დღის, შემდგომი 40 დღე, როცა დასრულდებოდა მისი კატეხიზაციის პერიოდი, 40 დღის განმავლობაში ხდებოდა მისი კიდევ უფრო განსწავლა, ანუ დიდ 40-ელში. პირველ დღეს, დიდ ორშაბათს, წმინდა ორშაბათს იწყებოდა, წაიკითხავდა მღვდელი ამ ლოცვას და შემდგომ დაიწყებოდა მისი აი უკვე
ასე ვთქვათ, გადამწყვეტი პერიოდის განმლა. და რა გვაქვს აქ მნიშვნელოვანი? ასევე ისე რომ ამას აღასრულებდნენ კონკრეტულად მკვიდრები ის, რომლებიც იყვნენ ამისთვის მოწოდებულნი, კონკრეტულად ეს რო გაეკეთებინათ და გვაქვს რა, სახელითა შენითა დავსდებ ხილსა ჩემსა. გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ხაზგასასმელი ადგილი, რომ ბოდელი არ მოქმედებს თავისთავად, არამედ მოქმედებს ღვთის სახელით და ღვთის მეშვეობით. ის არაფერს არ აღასრულებს ეკლესიაში, არაფერს თავისით, არამედ ღვთის. ამიტომაც მოუწევს სახელითა შენითა უფალო დავსდებს ხელსა ჩემსა მონასამაშენსა. და რომელი ღირსება მოლტოლვად წმინდასა მიმართ მოლტოვა. ის ვინც ღირს იქნა რომ მოვიდა აქამდე და იწყებს ახლა იწყებს აი ეკლესიაში და აი მისი ასე ვთქვათ მის საიდუმლოში მონაწილეობის დაწყებას. განაშორე ამისაგან ძველი იგი საცდური და აღავსე იგი სარწმუნოებით. ანუ მოწოდება იმისა რომ ადამიანი განშორდეს ყოველივე იმ ძველს რაც მას ჰქონდა როგორც ძველი ადამიანი, ამიტომაც იყო რომ კატეხიზაციის პერიოდი არ იყო მხოლოდ და მხოლოდ ეს წეგან არ აღნიშნე. კატეხიზაციის პერიოდი არ იყო მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ ადამიანს ესწავლა რაღაც სარწმუნოებითი საკითხები. ნათლიაც იყო პასუხისმგებელი ამაზე, მაგრამ ასევე ნათლია იყო ასევე გარანტი და მოწმე იმისა, რომ ეს ადამიანი იყო ეთიკურად უკვე შემდგარი, ეთიკურად განშორებული იმ მავნე ჩვევებისგან, რომელიც მას აწუხებდა როგორც ძველ ადამიანს. ამიტომაც განაშორე ამისგან ძველი იგი საცდური და აღას იგი შენდა მომად სარწმუნოებითა და სასუებითა და სიყვარულითა რაითა ცნას, აი აქაც დავაკვირდეთ, რაითა ცნას რამე თუ შენ ხარ ხოლმე ჭეშმარიტი ღმერთი, ხოლოშობილი ძე და წმინდა სული შენი. ესე იგი, მოუწოდებს რომ განაშოროს ამისაგან, ამ ძველი საწვდისაგან და ცნას შეიცნოს, ღმერთმა გაუნათოს გონება და შეიცნოს და მისცეს მადლი იმისა, რომ გაიქოს წმინდა სამეგაგო ქაგადოს, ხო? ჭეშმარიტი ღმერთი, მხოლოშობილი ძე შენი, უფალი ჩვენ იესო ქრისტე, წმინდა სული შენი. თელს ლოცვებში აბსოლუტურად გადმოცემულია ყოველი ის დოგმატი, რომელიც ადამიანმა უნდა იცოდეს, ადამიანს რომელსაც მოეთხოვათ, ადამიანი ცხოვრობდეს ამ დოგმატით, ამ ცხოვრების წესით, როგორც ეთიკური სარწმუნოებრივი, ამიტომაც არ არის მხოლოდ საკმარისი, რომ ადამიანი იყოს მხოლოდ ეთიკურად კაი. მოეცია ამას ყოველთვის ცნებათა და საქმეებათა შენთან დაცვად, მოწოდება იმისა, რომ ადამიანმა დაიცვას ღვთის ცნებები, მიეცას ძალა იმისა და უკვე დგას აი ამ ასე ვთქვათ, უხეშად ვთქვათ, ტრამპლინზე იმისა, რომ ეს უკვე გააკეთოს და დაწერე ესე წიგსასა ამას ცხოველთა შენთას, როგორც თქვით, იწერებოდა კატალოგში ეს ადამიანი და რაღაცა იმათ არის, რომ ვიცით ეს წმინდა წერილდანაც ცოცხალთა წიგნი, რომელიც გვაქვს ასევე მოხსენებული წმინდა წერილში. ამიტომ ხო ხედავთ, ეს არის წმინდა წერილისეული მონაკვეთებიც ამ ლოცვებში ჩადებული. და შეართეს სამწყსოსა სამკვიდრებელსა შენისასა. ასევე კიდევ ერთხელ გამეორება იმისა, რომ ადამიანი უნდა იყოს ჩაერთოს ეკლესიაში და იყო თვალნიშნული მხედველას მიდათ ხმასელთვისა მისესა და მოუწოდებს, რომ ეს ადამიანი გახდეს იმის ღირს, რომ ღმერთმა უსმინოს მის ლოცვებს და არის მოწოდება ამისადმიც. ერთ-ერთი ეს რაც დაკარგული არის და გვაქვს ასევე აღნიშნა არაერთხელ ხელების აპყრობა, ეს პრაქტიკა აღნიშნება კურთხევანებში, თუმცა რა თქმა უნდა არ ექცევა ყურადღება, ძირითადად შემთხვევაში ხოლმე შენიშნოს, რომელიც აწერია კურთხევას ზემოდან, მას არ ექცევა ეს უფრო ალბათ სამღვდელო პრაქტიკისთვის არის საჭირო რომ მოუწოდეს, იმიტომ რომ ახლა ხამანათლოს არ იცოდნენ რა თქმა უნდა, მაგრამ ორი სიტყვით ვთქვათ, რომ ეს ხელების აპყრობა არის ესეც ძველი ტრადიცია. როდესაც ადამიანი განეშორებოდა ეშმაკს და დადგებოდა განდგომის მომენტზე, განაგდება სატანას და როცა განეშორება ეშმაკს, ეს უნდა იდგეს სწორად, მას უნდა ქონდეს აღმართული ხელების აპყრობელი ზემოთ და ისე განაგდებს ეშმაკს. ესეც არის რა თქმა უნდა სიმბოლო იმისა, რომ და შებრუნებული რა თქმა უნდა დასავლეთისკენ, ადამიანი შეტროდებოდა დასავლეთისკენ და ეს მდგომარეობა განასახიერებდა, რომ ის განეშორებოდა აბსოლუტურად მთელი მისი სხეულით და ეწინააღმდეგებოდა და ეუბნებოდა არას ეშმაკს და დასავლეთი როგორც ასე ვთქვათ, დასავლეთი როგორც არის სიმბოლო წვდიადისა და სიმბოლო ეშმაკისა და აღმოსავლეთი როგორც ნათლისა და
ქრისტესი რატომ? იმიტომ რომ დასავლეთ ესეც გადმოღებული არის დასავლეთი როგორც სიმბოლო ძველი ანტიკური ეპოქიდან და ეკლესიამ ისესხა ეს რაღაცა, მაგრამ მისცა შთაბერა თავისი ქრისტიანული სული და მისცა ის რომ დასავლეთი როგორც წვდიადი ვინაიდან მზე ამოდის აღმოსავლეთიდან დასავლეთი ამ დროს სიბნელია და იყო მიჩნეული ამის სახეთ, ამიტომაც ტრიალდება მოსანათლი განდგომის მომენტში ეშმაკისგან განდგომისას აუცილებლად დასავლეთისკენ აი ამ ზე აპყრობელი ხელებით. გვაქვს სამი შეფუცება, ანუ როგორც ვახსენეთ, ვინაიდან დიდი ლოცვებია, მე მხოლოდ მარტივად პატარები ამოვიღე და გვაქვს რომ სამი შეფუცებას, რო ვთქვათ, სამი შეფუცებიდან ერთის მხრივ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამივე შეფუცება, რადგან პირველი ორი ეს არის უშუალოდ ეშმაკისადმი მიმართული და მესამე ეს არის უფრო ლოცვა ღვთისადმი. ანუ რა ხდება? მღვდელი ევედრება ნათლობის დროს დადგინდა ადამიანი კათაკმევლად, მღვდელმა მოუწოდა ღმერთს და შესთხოვა ის ყოველივე რაც თქვით ცოტა ხნის წინ და გვაქვს როდესაც ახლა უკვე ადამიანისგან განდევნის და განაშორებს მას ეშმაკს და მოუწოდებს თავად ეშმაკს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი და წმინდა მამები ამ მომენტს და კომენტატორები ამ ლიტურგიკული ტექსტებისა განმარტავენ, რომ ეს არის საკმაოდ ასევე საფრთხილო მომენტიც, რადგან მღვდელი პასუხისმგებელია, რომ გარკვევით და კარგად წაიკითხოს ეს ლოცვები და ისე ჩაატაროს სამი შეფუცვა, ასე ვთქვათ და განდევნოს ადამიანისგან ყოველი არაწმინდა, რომელიც არის დაბოდებული მასში და რას ამბობს? შეგრისხებს შენ უფალი ეშმაკო, ანუ მიმართვა ეშმაკისადმი. ამიტომაც პირველი ორი არის უშუალოდ ეშმაკისადმი მიმართვა, შენი დაამხვას ძლავრება, ანუ ტირანია და გიბრძანებს ჩვენ მიერ, ასევე აქაც მღვდელია, გიბრძანებს ჩვენ მიერ ღმერთი, მღვდლის მიერ, მღვდელი როგორც გამტარი ამისა, შეშინდი, გამოვედ და განეშორე. ანუ ადამიანმა ჯერ უნდა შეშინდეს, გამოვიდეს, უბრალოდ ეშმაკი შეშინდეს, გამოვიდეს და განეშოროს მას საბოლოოდ, რომელიც დაბადებულისა ამისაგან, ისა და ნუ უკუ მოიქცევი და ეუბნება რომ აღარ მოტრიალდე მისადმი. აღარ, ანუ უბრძანებს მას რომ აღარ მოიქცეს, იმიტომ რომ უნდა სწავს რომ განაშოროს მას განეშოროს მისგან და აღარ იყოს ადამიანი ზიარი აი ამ ეშმაკისეული ქმედებებისა. და მეორე შეფუცება გიბრძანებს შენ ჩვენ მიერ ისევ არის ხაზგანს მამასა უხმართა მონათა მისთა. მღვდელი ასევე ამბობს თავის თავზე განშორებად ახალ აღბეჭდულისა, რომელიც იყო მანამდე, აღბეჭდა, როდესაც აღიბეჭდა ჯვრის მიერ და იმუცის მიერ, რომელიც ცოტა ხნის წინ თქვით, განეშორე და უწყოდე შენი ამაო ძალი. ანუ მღვდელი პირდაპირ მეუბნება, რომ შენ არ გაქვს არანაირი ძალა და ძალაუფლება ადამიანზე, რომელსაც ღორთაცა ზედა ხელმწიფება არა გაქვს, ანუ ღორებზეც რომელიც ეს სახარებისეული მომენტი, როდესაც განიშორება, როდესაც მაცხოვარი განაგდებს ეშმაკებს ეს ადამიანისგან და შემდგომ ის რომ შესახდნენ ღორში იმის უფლებასაც თხოვენ მაცხოვარს, რომ მათ ამის უფლებაზე არ ქონდათ, ანუ იმდათ ამაო ძალი აქვს ეშმაკს, ამიტომაც მოწოდება ამისი. განვეთა გარეშონი ამისაგან, რომელი ესე წმინდასა ნათლისღებასა გამზადებულ არს, ასევე ნათლისღებასა გამზადებულ არს და მივდივართ აი ამ მომენტზე უკვე ადამიანი იწყება ნათლობისადმი კიდევ უფრო უახლოვდება. და მესამე ლოცვა ეს არის, რომელიც უშუალოდ მიმართება უფალს, მოიხილე, გამოიწვია, გამოიკვლიე, განდევნე, გაწმინდე და შემოსრე ეშმაკი. ასევე უკვე დადგინდება იყო ეს ლოცვა, რომელიც ეს იყო უშუალოდ ბოლო დღეს იკითხებოდა, როგორც თქვით, ეს სამი შეფუცება იკითხებოდა მანამდე, რამდენი მთელი 40 დღის განმავლობაში, ცოტა ყოველ დღე და ბოლო ლოცვა, რომელიც არის ერთგვარი, ასე ვთქვათ, შეჯამება ამ სამი ლოცვისა, ეს არის, რომელიგი ხარ მეუფედობა, იხსე მონებისაგან მტერის, შეიწყარე, განახვე, თვალნიგონების ამისანი, შეავული ამისა ცხოვრებისაგან ანგელოზი. ანუ ეს უშუალოდ ლოცვა, რომელიც უშუალოდ ნათლობის წინ იკითხებოდა, ალბათ სავარაუდოდ იკითხებოდა დიდ პარასკევს ან დიდ შაბათს უშუალოდ და ლოცვა, რომელიც განდევნია ამისაგან ყოველი ბოროტი და არაწმინდა სული დამალული დაბადებული სული მაცდრობისა, სული უკეთრობისა. აი ეს ყოველივე ეს შინაარს, რომელსაც აქ ვხედავთ, არის განპირობებული იმისა, რომ ადამიანები გადმოდევენ
წარმართული სამყაროდან და იყო მათთვის. და რა, რომელი იკვდების მოძღვრებით ეშმაკესათა და ყავესი ცხოვარ პირველ თქვა წმინდისა სამწისოსა ქრისტეს შენის. ასოდ პატიოსად ეკლესიის შენის, ანუ წევრად ეკლესიის პატიოსანი ეკლესიის წევრად ჭურად განწმენდა, ანუ ჭურჭლად, რომ განწმენდილი ჭურჭელი იყო სამისათვის და ძედ ნათლისად და მკვიდრად სასუფევლისა შენისა. მთელი ადამიანის მდგომარეობა, რომელიც იმ წუთას უნდა ქონოდა და მის შემდგომ, რომელიც რისთვისაც ემზადებოდა, გვაქვს ყველაფერი ამ ლოცვებში, რომ ადამიანი რა მოწოდებაზეა იმ დროს. და ასევე გვაქვს ეს მღვდლის მიერ განდევნა შედგომის ლოცვები, ეკითხება სამჯერ, რომ განეშორება თუ არა ეშმაკს და შეუდგება თუ არა ქრისტეს. და შემდგომ, რა თქმა უნდა, გვაქვს სარწმუნოების სიმბოლოს აღიარება, მრწამსი, რომელიც ყველა ვიცით, ესეც იკითხება, აუცილებლად ესეც იკითხებოდა სამჯერ, ოღონდ სამჯერ არა მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაცა წმინდა ციფრია და სამი, მხოლოდ იმიტომ, რომ წმინდა სამების სახელმწიფო სამჯერ ეთქვა. არა, იმიტომ რომ სამი ეს ზოგადად სამჯერ გამეორება თითოეული კითხვისა იქნებოდა, შედგომაზე იქნებოდა თუ მრწამსი და ასე შემდგომ, ეს იყო დამადასტურებელი იმისა, რომ ადამიანს შეეძლო, ადამიანი იყო დარწმუნებული თავის არჩევანში და არ იყო უყევი იყო მის გადაწყვეტილებაში და შემდგომ და ეს იყო ამის დადასტურება. ასევე ნათლობის სიმბოლოები, რომლებიც თქვით მანამდე იყო, მაგრამ თავად სიმბოლო ეს რაც არის, ეს იყო უძველესი ქრისტიანულ მწერლობაში ნიშანი და განმასხვავებელი თვისება, რომელთაც განირჩეოდა ერთის მხრივ ქრისტიანული მრწამსის წევრი იუდეველთა და წარმართაგან, ანუ ერთი პირველი ეს ნიშანები და მეორე მხრივ კი ერესების პერიოდში იყო ქრისტიანულ ეკლესიას მიკუთვნებული იმათაგან, ვინც არ იყო წევრი, ანუ ერთი იყო ის, რომ ქრისტიანი სხვა ყველა რელიგიისგან და მეორე მხრივ ქრისტიანი, რომელიც ერეტიკოსებისგან განსხვავდება, რომელიც არის მოკლე კონსპექტური. ძალიან მოკლედ გადავალ ამაზე, ასევე მნიშვნელოვანი მსახურება, რომელიც ტარდებოდა დიდ პარასკევს, ეს იყო ესე ზოგადად ჯმნაი და შედგომა, ეს არის ანუ განდგომა და შედგომა დიდ პარასკევს, რომელიც უშუალოდ ეპისკოპოსის მიერ ტარდებოდა, ეს რომელიც ვახსენეთ და ეს იყო ეს ხდებოდა განდგომის წინ იწყებდა პირველად შეგონებას ეპისკოპოსი ეთყოდა რომ აი ეს არის ქადაგება იყო რომელიც იყო გაწერილი ტიპიკონურად ეს არის თქვენი კატეხიზაციის დასასრული ცხონების ჟამი ანუ მოასწროებ ცხონების ჟამი რამ ხლა რამ ხაზგასმი იმის თუ რისთვის ემზადებოდნენ კიდევ ერთხელ ცოდვის მემკვიდრედ რომ მიეცა დაეტოვებინათ ცოდვის მემკვიდრედ ეშმაკი აღემართა თხელები თითქოს ანგელოზებისაგან გამოცდილი იყვნენ იდექით როგორც ტყვეებით ასე შეგისყიდით ქრისტე ეს არის ძალიან დიდი ტექსტი აქაც შეკვეცილია და ვიტყვი რომ ეს არის ეს სურათაც ხედავთ ეს არის უძველესი კურთხევანი მე-8 საუკუნის რომელიც იხსენა ასევე წინასესიზეს ბარბერინის კოდექსი და აქ არის ეს გაწერილი აი ამ მსახურებაში და ხედავთ მის პირველი სახე სწორედ აი ამ ხელნაწერში. არა ეს არის ასე ვთქვათ, ჩემი თარგმანი, თავისუფალი თარგმანი, ამიტომაც ამჟამად მე არ მაქვს მისი ძველი ვერსია ჩვენ ქართულ ხელნაწერის. იდექით როგორც ტყვეებით ასე შეგისყიდით ქრისტე, არავის შეიტანოს ეჭვინათლობის საიდუმლოში, ამიტომაც და შემდგომ არის რომ ახლა ეშმაკი ჭრდილში დგას, კბილებს იხჭენს, თმას იკრებს, ანუ ის მდგომარეობა, როდესაც არსოს ეშმაკს ადამიანის. ამიტომაც დგას მის წინააღმდეგ შენი ქრისტე, რათა განშორდეს შემაზე შეფერო. დასავლეთში დგას ეშმაკი, აღმოსავლეთისკენ შებრუნდი და შეუდექით ქრისტეს. ზეცის ყვავონი ძალნი კი აქ ყოფობენ. ეს არის მართლაც ასე ვთქვათ, საზარელი შეგონებაც კარგი გაგებით, იმიტომ რომ ადამიანს აქვს ის ადამიანი კიდევ ერთხელ გაიგოს რა მოუწევს ნათლობის შემდგომაც, რომ ისა უნდა როგორც წმინდად უნდა ცხოვრობდეს. და როდესაც მოხდებოდა აი ამ განდგომა და შედგომის ეტაპი, ეტყოდა, აჰა, განაგდეთ სატანს და შეუდექით ქრისტეს, განაგდეთ და შეუდექეთ, ოღონდ არა ბრძანებით მიმართვა, არამედ წარსული ფორმა, ანუ განაგდეთ უკვე და შეუდექით ქრისტეს და შემდგომ უკვე ეუბნებოდა ბოლო შეგონებას, დაიცავით აღქმები, იფრთხილეთ რომ არ შერცხვეთ, ანუ როდესაც მოვა განკითხვის დღე, თუ მოწყალი და კაცთ მოყარი იყავით, მაშინ გეყოლებათ დამცველები, ანუ ეუბნება მის მათი ცხოვრების წესი როგორ უნდა ქონდეთ, თუ იყავით დაუნდობელი და უმოწყალო, სასტიკი დამცინავე, მაშინ რა თქმა უნდა ისინი საფრთხეში ავარდებოდნენ და უნდა გაშორებოდნენ ასევე ეშმაკს და შეუდგნენ ქრისტეს. და რა თქმა უნდა, მოწოდება იყო იმ კეთილი საქმეებისათვის, რაც უნდა ეკეთებინათ. შეიწყარეთ გაჭირებულნი, გვერდსმაავლით გაჩერდებს და ასე შემდგომ. და მე ახლა უკვე დასასრულისკენ წავალ, რომელიც და აქ მსრულდება ნათლობამდელი მოქმედებები, რომელიც იყო კურთხევლარს ღმერთი, რომელსაც ნებავს კაცს და
ცხოვრება და მესამე ჭეშმარიტებასთან მოსვლა. და ადამიანი იწყებდა უკვე ემზადებას. აქ სრულდება ნათლობამდელი მოქმედებები, უშუალოდ ნათლობის მოქმედებები, რომლებიც გითხარით, ძალიან მოკლედ, ეს არის იწყება წყლის კურთხევით, კურთხეულს მეუფება მამისა და დედისა და წმინისა სულისა, ამ დროს მღვდელი ამ მღვდელმთავარი გამოსახავს ემბაზზე სახარებით ჯვარს და აკურთხებს წყალს ამ გზით და გვაქვს წყლის კურთხევის სამი ლოცვა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ძველი, რომელიც აი და ყველაზე ძალიან ღრმა თეოლოგიური ეს არის დიდხანს შენ უყოლა საკურალიან საქმენი შენი. და რა არის? აქ გვაქვს ის კოსმოლოგია, რაც არის სამყაროს შექმნიდან მოყოლებული და ღვთის განდიდება და ადამიანის და თავად ასე ვთქვათ, დამკაცების მოტივი. მოხვდეთ ქვეყანად ხატი მონისა შეიმოსე და მსგავს კაცს დაიქმენ, ვერ იტვირთენ, მეუფეო წყალობათ მოწყალში და ხილვად ეშმაკისაგან მიმძლავრებული ნათესავი კაცთა და ათსა დანერგვითა წმინდისა შენისა სულისა და განწმინდა წყალისა და მოეცამას მადლი გამოხსნისა და კურთხევა იორდანისა. პირდაპირ არის ის, რომ აი ამითი წყალი, რომელიც არის ასე როგორც ადამიანი იშვება წყლისა და სულის მიერ, წყალი როგორც ეს მატერია, რომელიც ადამიანს გაწმენს, იმიტომ რომ თავად ადამიანი არის არა მხოლოდ სხეული, არამედ სული, რომელსაც სჭირდება და არის მონაწილეობას იღებს ასევე როგორც სული წმინდა. გვაქვს ასევე წყლის კურთხევა, შემდგომ ზეთის კურთხევით შემდგომ მოსანაც ეცხებოდა ზეთი, აქ მნიშვნელოვანი დეტალს შევეხები ის, რომ თავის დროზე ზეთი ეცხება, ზოგადად ზეთის ცხების აი ეს ადგილები, რომელიცაა თვალი, დუბლი, გულმკერდი და ესენი როგორ განსხვავებული არის, ანუ ერთი რომ თქვა, რომ მარტო აი ამ ადგილებზე უნდა ეცხოს ადამიანს, არ გვაქვს, ამიტომ ეს ამის განსხვავებები არსებობს ჩვენს მამათა ეს ზოგადად ლიტურგიკულ წყაროებში. მაგრამ ერთი კიდევ რაც არის, რომ ადამიანს ეწყობოდა სრულად იმის რა ქვია, სულის სხეული იყო ზეთში. და სრული სხეული იქნებ ცოტა შევამოკლოთ დასასრული. ბევრი კითხვა მოგროვდა და მინდა რომ მოვასწროთ აუცილებლად. კი, ახლავე. და ადამიანი იღებს ნათელს, ყობა ადამიანი ეწყებოდა თავიდან დიაკონი ეხმარებოდა ამაში, რა თქმა უნდა, კაც დიაკონი ეხმარებოდა დიაკონისა ქალს ეხმარებოდა და ამას ხვდებათ როგორც აქ ხედავთ ძველ ქართულთა წერია, ეცხებოდა ზეთი და შემდგომ მე-15 საუკუნის შემდგომ ხვდებით უკვე რომ ნათლიაც იღებს ამაში მონაწილეობას. ასევე იგალობება 21 ფსალმის მხოლოდ პირველი მუხლი და არის გალობება მთლიანად 21 ფსალმი, მეტ არ არიან რომელთა მიეტევენ უჯულობენ და რომელთა დაეფარნენ ცოდვანი და ვითარცა აქაც წერია ძველ ქართულ კურთხევაში და ვითარცა ნათელს ცელს ყოველთა ამისა შემდგომად იწყო მგალობელთა თქმად. ანუ რას ვხედავთ იმისა, რომ ძველ ქართულ პრაქტიკაშიც როგორ იყო, რომ ამ დროს იყო მთელი საზეიმო განწყობა იმისა, რომ გალობლებიც იყვნენ, იმისა, რომ ეს რა თქმა უნდა ესე გავუტყოთ, არა დღეს იკითხებენ გონი თლიანად 21 ფსალმი. შემოსავე რა თქმა უნდა ის სპეტაკი 60-ით მომეცსა და ამბობენ მომეცეს 60 წმენდა, რომელიც შემოსე ნათელის 60 წმენდა. სხეული ასევე აი ხედავთ საბერძნეთში დღესაც არის ეს პრაქტიკა, ნათლია სრულად ზეთს ხებს ადამიანს, მოსანალს, ანუ ამ შემთხვევაში ბავშვს და გვაქვს თაფლა ნათლობის სრულად და რა თქმა უნდა მირონის ლოცვა, რომელიც არის ბეჭედი სულიწმინდისა და თითოეულ ცხებაზე უბრალოდ ვინაიდან დროში ვიწევ, შესაბამისად ვეღარ განვიხილოთ ასე, თუმცა ვიტყვით რომ ეს მიხმადრებას ბეჭედის მიჩი წმინდისა სულისა ზიარება წმინდისა ხორცსა და პატივსაცემლისა ქრისტეს შენისა. ანუ აქაც ხედავთ ის, რომ ადამიანი არის ნათლობა მირონცხება და აუცილებლად ზიარებაში იღებს მონაწილეობას. და რა თქმა უნდა გადაეცემა მას ჯვარი ამ დროს სანთელი და იყო ემბაზის გარშემო ლიტანიობა რაოდენთა ქრისტეს მიერ. როგორც ვახსენეთ, მე-5 საუკუნიდან უკვე წყაროს მიხედვით დასტურდება და შემდგომ აი ამ მომენტში როგორც ასე უძველესი კურთხევანი გადმოგვცეს, ამ მღვდელი ახალ ნათელღებულებთან ერთად შედიოდა ეკლესიაში და იქ იწყებოდა უკვე უშუალოდ ლიტურგია. თავად მირონცხებაზე გვაქვს ძალიან ბევრი განმარტება, წმინდა ნიკოლოზ კალასამოს რომ მირონცხება არის ნიშანი ქრისტეს ცხებისა, იმ მნიშვნელობით რომ შევაბეჭდეთ ახალ ღმერთკაცობრივ სიცოცხლეში, ქრისტესა და სულიწმინდის სიცოცხლეში, საერთაშორისო სიცოცხლეში, ეკლესიის ჭეშმარიტ სიცოცხლეში. წინასწარმეტყველთა საუკუნე დაზეს, ადამიანი უბრუნდება თავის თავდაპირველ ჭეშმარიტ ბუნებას, როგორც ხატი ღვთისა და ხდება სულიერ და მიმადრებული. და პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი ასევე მირონცხების საიდუმლოს დროს სულიწმინდა თავისი ბეჭდით ჩვენ სულის ჭეშმარიტად და ხელს გვასხავს იმად, რაც სურს ღმერთს უწინარეს საუკეთესო ვიყოთ.
ამიტომაც ასევე იკითხება 60 ქულო და ასახარება, რომაელთა მიმართ ეპიზოდს, სადაც ასევე ნათლობის მომენტია და ნათლობის შემდგომ იმას გეტყვით, რომ ასე ვთქვათ, გამბანო, რომელიც არის დღეს ნათლობის დღეს მოეწმინდება ნათლობს მირონი და არის თმის მოკვეცა, ეს არის ნათლობის შემდგომი მსახურები და არ ტარდებოდა იმავე დღეს, არამედ როდესაც მერვე დღე გადიოდა, მოდიოდა ეკლესიაში და აი ამ დასრულებაზე მისგან განიბანებოდა ამ ყველაფრისგან და რა თქმა უნდა, აი როგორც ხედავთ, ეს არის პრაქტიკა, რომელიც აი დღესაც თანამედროვე სურათები, რა თქმა უნდა, რომ იმ დღეს ტარდება ზიარება უშუალოდ ნათლობის დროს. და რომ შევაჯამოთ დღევანდელი მთლიანი ჩვენი სესია, ვიტყვი ამას დავასრულებ წმინდა იოანე დამასკელის სიტყვებით, ნათლობის შესახებ, სადაც საუბრობს თავის ნაშრომში. რადგან უხრწნელებისათვის შექმნა ჩვენ ღმერთმა, ჩვენ კი გადავედით მის მაცხოვრებელ მცდებას და სიკვდილის ხრწნელებით დავისაჯეთ. ბოროტება რომ უკვდავი არ ყოფილიყო, თავის მონებამდე თანა დადაბლდა, იგი როგორც კეთილმოწყალე და გახდა რაჩვენებრი საკუთარი ვნებულებით ხრწნელებისაგან გამოგვისყიდა ჩვენ. თავისი წმინდა და უბიძო გვერდან გვიწყაროა წყარო მიტევებისა, კერძოდ ერთი მხრივ წყალი ახალშობისათვის და ცოდვისაგან და ხრწნელებისაგან განსაბანად, მეორეს მხრივ კი სისხლი სამარადისო სიცოცხლის მომნიჭებელ სასმელად. უღმესი მადლობა.